საღამშვიდობის ეთერშია თავისუფალი სტუდია, მე ლელა ბაღდავაძე ვარ და ჩვენ სტუმრებთან ერთად ვიწყებთ პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური პერიპეტიების იმ სურათის შეფასებას, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა. ქართული ოცნება ბრიუსელის და ბრიუსელი ოცნების წინააღმდეგ თვითმმართველობის არჩევნები და კვლავ ორ ფლანგად გაყოფილი ოპოზიცია, პროტესტი და დაპატიმრებული დემონსტრანტები, საიდანაც ერთ-ერთ საბას ხვიტარიძეს სხვათა შორის დღეს ბრალი უფრო მსუბუქი მუხლით გადაუკვალიფიცირდა. უნდა იძლეოდეს თუ არა ეს გარემოება დაპატიმრებულ დემონსტრანტებთან მიმართებაში პოზიტიური მოლოდინის იმედს. ეს ერთ-ერთი კითხვა იქნება, რომელსაც დავსვამთ, ასე რომ შეგვიძლია დავიწყოთ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძეა ჩვენთან ერთად. ბატონ გიორგი, გამარჯობა და მადლობა რომ გვესწრეთ. საღამშვიდობისა, მადლობა მოწვევისათვის. ბატონ გიორგი, ვიდრე სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ვისაუბრებდით და სასაუბრო ნამდვილად ბევრია. აი დავიწყოთ სწორედ აქციის ერთ-ერთი მონაწილის საბას ხვიტარიძის საქმეზე პროკურატურის დღევანდელი გაწყვეტილებით ხვიტარიძეს, რომელიც ამავე დროს კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელია, სწორედ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ დღეს ბრალდება გადაუკვალიფიცირა და თუ კი მას აქამდე პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, ახლა უკვე მის მიმართ წარდგენილი მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. ეს კი იმ ფონზე, როდესაც აქამდე ასე ვთქვათ, ხისტ და შეუვალ პოზიციას ვხედავდით დემონსტრანტებთან მიმართებაში. აი ამ ხისტი პოზიციის შემსუბუქების ძვრები და ნიშნები როგორ შეიძლება შეფასდეს და რამდენად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დემონსტრანტებთან აქციის დაპატიმრებულ მონაწილეებთან მიმართებაში ქართული ოცნება შესაძლოა რაღაც ახალი გაწყვეტილებისთვის ემზადებოდეს. ჯერ ეს პრეცედენტი პირველია და რა თქმა უნდა კარგია რომ რაღაც შემსუბუქებაზე არის საუბარი, თუმცა ბედურება ის არის, რომ უდანაშაულო ადამიანებს ჯერ რომ თქვათ 10 წლამდე პატიმრობას დაემუქრებიან, მერე რომ შეუმსუბუქებენ მუხლს და 3 წლამდე პატიმრობას დაემუქრებიან, ჩვენ გახარებულები თითქოს უნდა ვიყოთ, ხო? ნუ აი ასეთ მდგომარეობაში ვართ, ამიტომ ეს რეჟიმი თავიდან ბოლომდე ძირფესვიანად დამპალია, ძირფესვიანად უნამუსოა, ძირფესვიანად უსამართლოა და ბუნებრივია მათ რაღაცა ცალკეულ ქმედებებზე ჯერ სისტემურად საუბარზე ნაადრევია ჩემი აზრით მსჯელობა. მე მინდა შევეხო და რა თქმა უნდა მე მინდა ყველა პოლიტპატიმარს დაწყებული მიხეილ სააკაშვილიდან, რომელიც უკვე მე-4 წელია ამ რეჟიმის პატიმარია, პუტინის პირადი პატიმარია, ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერს, ვინც არიან ჩვენი კოლეგები იქ და ყველა ახალგაზრდას უსურვო მალე გათავისუფლება. ისინი ყველანი ჭირდება ჩვენს ქვეყანას, ყველას აქვს თავისი როლი, ადგილი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ მოღალატური და კრიმინალური ბანდის ხელისუფლებიდან ჩამოცილებას და ყველა ქართველს, მათ შორის ისინი, ვინც ეხლა საზღვარგარეთ არიან, იქნება საშუალება დაბრუნდნენ საქართველოში, იყვნენ ქართველ ხალხთან ერთად და თავისი ერთი აგური და ვისაც რამდენი შეუძლიათ დადონ ჩვენი ქვეყნის მშენებლობის გზაზე. პატიმრობაში მყოფი მომიტინგეების საკითხზე დაგისვათ კიდევ ერთი კითხვა და ამჯერად ირაკლი ყობახიძის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ იძულებულნი გახდნენ დაახლოებით 30 პირი დაეკავებინათ, რადგან ამას ჰქონდა პრევენციული ხასიათი. აი, რიგი პოლიტიკოსის აზრით ეს დადასტურებაა იმის, რომ ადამიანები უბრალოდ იმისთვის დააპატიმრეს, რომ არსებობდა რამდენიმე ათეული მომიტინგის დაპატიმრების ბრძანება. აი, თქვენ რას გეუბნებათ ირაკლი ყობახიძის ეს განცხადება? თვითონმა თქვა, რომ პრევენციის მიზნით როგორ შეიძლება, ანუ თან ამბობს, რომ რაღაცაში ერკვევა იურისპრუდენციაში და თან ფეხქვეშ თელავს ყოველ მეორე განცხადებაში საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონს, ну, მისთვის რა თქმა უნდა თავარი არის შეასრულოს მისი ბატონის ბრძანება, რომელიც თავის მხრივ პუტინის გეგმას ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში, რაც ითვალისწინებს ჩვენს ქვეყანას საერთოდ მოუსწოს საშუალება ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობისას, ჩვენ ქვეყანაში პრაქტიკულად განადგურდეს პოლიტიკური პროცესი, განადგურდეს თავისუფალი სიტყვა. სამართლიან სასამართლოზე და პროკურატურაზე და პოლიციაზე ხოლ აპარატი ზედმეტია. აქედან გამომდინარე, აი ეს ადამიანები ხშირად არც მალავენ კიდევაც და ღიათაც ამბობენ, აი ამ ბანდის მეთაურს ივანიშვილსაც ჩვევია ხოლმე ლაპარაკი. აი ახლა ამ წუთებში მიმდინარეობს გამოსახლება ხალხის ხო, ძალადობრივი, ვიცი ჩვენ რა ხდება, როცა ამ უნამუსო უტიფარმა თვალჭრელიძის ქუჩაზე დაპირდა ხალხს, რომ ყველა სამუშაო ადგილებს მოგცემთ და იაფულს მოგცემთ და მოკლედ ამ ქვეყნიურ 60-ს დაპირდა. მერე უტიფრად თქვა, რომ
ნუ ეს არ არის რეალისტური დაპირება იყო, ეს მისი სიტყვები არაფერს მე არ ვიგონებ, ხო? და აგერ არის ბატონო კოპიტნარის აეროპორტი, იაფი ბილეთი და წადით საზღვარგარეთო. აი საზღვარგარეთ წადითო ევროკავშირში და იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი მოსახლეობის სამწუხაროდ ძალიან დიდი ნაწილი მილიონზე მეტი ადამიანი სიდუხჭირის გამო, ნუ პოლიტიკური დევნის გამოც, მაგრამ სიდუხჭირის გამო ძირითადად არიან გადახვეწილები. ახლა იქაც მიადგა ივანიშვილი ხალხს და მისი აი ამ მოღალატური პროკრემლისტური ქმედებების გამო დიდი საფრთხეა, რომ იქაც არ შეგვეძლოს სიარული ჩვენ რიგით მოქალაქეებს უვიზოთ და ეს ვიზის ბარიერი ისევ გაჩნდეს, მაშინ როცა ძალიან ხშირად საჭიროა ჯანმრთელობის ასე ვთქვათ მდგომარეობის გამო ან სხვა მდგომარეობის გამო სასწრაფოდ გავფრინდეთ და ყველას არც ექნება ამის საშუალება რომ ვიზა აიღოს, ხო? აი ყველა ფეხის ნაბიჯზე ჩვენ ხედავთ უკუღმა დატრიალებულ ჩარხს, აი ხა წავიკითხე სანამ აქ მოვიდოდი, იმდენი ინფორმაციაა, რომ ივანიშვილის ძმისშვილის უჩა მამაცაშვილის ერთ-ერთ ბიზნეს პარტნიორს ამ წლების განმავლობაში 56 მილიონი ლარი აუღია სახელმწიფოსგან და უკან ფაქტიურად ქართული ოცნებისთვის გადაურიცხია დაახლოებით 1 მილიონი ლარი. აი კლასიკური სქემა სახელმწიფო ისედაც მდიდარ მულტიმილიონერ ადამიანს სახელმწიფოს ჯიბიდან, ანუ ბიუჯეტიდან, ხალხის ფულით შეგროვული თანხიდან აძლევს მის ერთ-ერთ აი ამ ბანდის წარმომადგენელს პრაქტიკულად მის ამ ბანდის გარშემო მყოფ ბიზნესმენს აძლევს ფულს 56 მილიონ ლარს ხალხის ფულს და მე ის რა თქმა უნდა 56-დან მუქთაზე რომ მიიღებ 56-ს ერთს გადაუნაწილებ ისე მომცემს მიცემ თქვათ ოფიციალურად და კიდე რა ვიცი არაოფიციალურად რამდენს მიცემ რა მაყოფილი არ იქნება თუნდაც 20 რო დარჩეს მუქთა ფული სახელმწიფოსგან 20-ს გადაანაწილებს და 36-ს გადაანაწილებს ოფიციალურად ამ მოღალატეთა პარტიაზე და ჯიბეებში ჩაულაგებს და აი ესე ჩვეულებრივად აი ესე ერთი სქემით, აი ერთი მოქმედებით აი ამ ხნის განმავლობაში მარტო ერთი ბიზნესმენის მაგალითზე რო ავიღოთ აი რამდენი ფული იქნა მოპარული და იმაზე აღარ ვლაპარაკობ ამათი ასევე კორუფციული სქემებიდან გამომდინარე ჰესის მშენებლობა რო ჩავარდა მათ შორის ორგანიზებული ქმედებების გამო სახელმწიფომ საქართველოს ჯარიმის სახით თურქულ კომპანიას უნდა გადაუხადოს 1.2 მილიონი ლარი. აი წარმოიდგინეთ ციფრებზე დაუფიქრდეთ და ეს ნაძირლები გამოვლენ და ბიძინა ივანიშვილიო მოგორი მაგარი ქველმოქმედიო ამანო ამდენი ფული ჩადო საქართველოსიო და უანგაროდ გაიღო. ხო აი როგორც სულელებს ისე მოგვექცა როგორც ბიზნესში აიღებ შეპესეში აიღებ და ჯერ ჩადებ ფულს თქვათ 100 ლარს და მე იმ შეპესე რო აგიმუშავდება რომ მოვაჯდები იმ პროცესს სათავეში აი რაც გააკეთა საქართველოსთან მე 10000 აიღებ უკან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გააქტიურა ბოლო პერიოდში ეს იგივეა ახლა ასე თქვათ ღორებმა როტილების წინააღმდეგ გააჩაღონ ბრძოლა ხო ნუ სასაცილოა ხო მაგაშია საქმე ეს არის ცინიზმი ამას ვამბობ ხო რომ აი კოცებმა ახლა აი მოღალატე კოცებმა რომ თქვენ რომ ჩვენ ვართ მაგალითად ყველაზე დიდი პროევროპელები ამასაც კი ლაპარაკობენ რომ ჩვენ გვინდა ევროპაო ანუ თან ერთის მხრივ ამბობენ რომ ევროპა ცუდია ამერიკა ცუდია იქ სოდომია გომორია გვაძლებენ ომს გვაძლებენ რაღაცა რომ კაცი არ იყოს და ხალი არ იყოს და ერთსქესიანების დაქორწინება თითქოს ხო ანუ მტკნარი სიცრუე ერთის მხრივ ამას ამბობენ და მეორეს მხრივ ამბობენ რომ ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ევროპელები აი ერთ იგივე დროს აი ორ წინადადებას იტყვიან ერთს მაგინებელს ევროპის და დასავლეთის და მეორეს იმას იტყვიან რომ აი ჩვენ ვართ ყველაზე მაგრამ აი ეს არის უტიპრობა აი აყვანილი ზენიტში აი მართლა გებელს შეშურდებოდა და ამათ მასწავლებლებს ამ პესკოვს და მარგარიტა სიმონიანს და სხვებს ამ კრემლის პროპაგანდის ამ ინსტიტუტებში რასაც უგზავნიან აი ცხინვალე დახორციელებენ აი ესეთი უტიპრობა უნამუსობა ტყუილი რაზეც დგას თელი ეს ხელისუფლება ნუ გარდა იმ შავი ფულისა და გარდა იმ ძალოვანი სტრუქტურებისა სუსი იქნება ეს პროკურატურა თუ ასევე მათი მოკავშირე კრიმინალური ორგანიზებული სამყარო. თქვენ ახსენეთ რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების რისკი არსებობს და ამ თემასაც მინდა დაუთვოთ რამდენიმე წუთი აი ამ საკითხის კვალდაკვალ ქართულმა ოცნებამ ევროკავშირის წინააღმდეგ ასე ვთქვათ კარგად ნაცნობი და შეიძლება ითქვას მოძველებული კამპანია განაახლა ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ დაიწყეს საუბარი საქართველოს
ომში ჩართვის და თქვენც ახსენებთ კაცების გათხოვების საფრთხის შესახებ. აი როგორ ფიქრობთ აღნიშნული თემების წინ წამოწევით რამდენად ახერხებს ქართული ოცნება საზოგადოების იმაში დარწმუნებას და იმ განწყობების არ ვიცი გაღვივება ჩამოყალიბებას რომ ევროკავშირი არის ცუდი. ანუ როგორ იმუშავებს რამდენად შედეგიანი იქნება ქართული ოცნების გაცვეთილი კამპანიის გაცოცხლება თქვენი აზრით? ვიცით რა არის გამომდინარე იქიდან რამდენ ფულს ხარჯავს ეს რეჟიმი აი ამ პიარზე, ამ პიარი არ არის, აი პროპაგანდა პიარი ნორმალურია და პროპაგანდაზე, ამ კრემლის პროპაგანდაზე რამდენი ასე ვთქვათ საინფორმაციო საშუალება რომელსაც მოცული აქვს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ზოგი იმედს უყურებს მათ შორის რაღაცა სერიალების გამო ზოგი რუსთავი ორს უყურებს ზოგი საზოგადოებრივ არხს უყურებს რომელიც ჩვეულებრივად ამ რეჟიმის პროპაგანდის დანამატია ზოგი ჯორჯან ტაიმს ზოგი რაღაცა სხვა იმებს პოსტივის და ასე შემდეგ ხო ეს გადანაწილებულია რამდენი ყველა სეგმენტზე არის თავისი ასე ვთქვათ მაყურებელი გადანაწილებული ყველა მაყურებლის კატეგორიას გამოუყვეს ასე ვთქვათ მათზე მომუშავე ცალკეული საშუალებები, ეს არის მედია საშუალებები, ეს არის პროპაგანდის საშუალებები და რა თქმა უნდა, პროპაგანდა ძალიან ძლიერი იარაღია, უზარმაზარ ფულს ხარჯავენ ინტერნეტში, Facebook-ზე, TikTok-ზე, სხვა საშუალებებს და აქედან გამომდინარე, ეს რა თქმა უნდა, ზეგავლენას ახდენს. აი სწორედ ამიტომ ჩვენ ამას უნდა დაუპირისპიროთ სიმართლე. ეხლა რა თქმა უნდა, ტყუილი რო დააჯერო ადამიანს, ნუ ხშირად გააჩნია საზოგადოებაში განწყობას, შეიძლება ამას ერთი ხელის დაწყაპუნება ჭირდებოდეს, როგორც მაგალითად თავის დროზე დააჯერეს, რომ თქვათ ცოცხებით იქნა ციხეში გაუპატიურებული ადამიანი, რატო? იმიტომ რომ სიმართლე იყო ისა სამწუხაროდ, რომ სასტიკი მოპყრობა იყო ციხეში, ხო? ანუ სიმართლეზე დაამყნეს ტყუილი, დადგმული სცენა და საზოგადოებამ ეს იმ მომენტში, იმ ფსიქოლოგიურ მომენტში ადვილად აიტაცა არჩევნების წინაღამით ნაციონალურ მოძრაობას გახსოვთ ჩვენ რომ დაგვაბრალეს პირდაპირ ხელი დაგვადეს რომ 10 თვის ბავშვი ქვევრში დავახჩეთ ხო ანუ აი ეს ამ ემოციურ ტალღაზე ესეც რა თქმა უნდა ძალიან დიდი მეცნიერული კვლევის საფუძველზე ხდება ეს რომ როგორ იტყვიან ამ ჟარგონს ვიხმარ ამ ტერმინს როგორ ააგდო საზოგადოება როგორ ემოციურ მომენტზე დაიჭირო და შენ შკოაზე ამოქმედო და მეორე დღეს ხალხი მოვიდა თავისი საწერი კალმებით ისიც ეგონათ ვიღაცებს რომ ის იშლებაო იქო კალამიო მელანიო იშლებაო ხო აი ამ განწყობით მოვიდა ხალხი მახსოვს კარგად 2012 წელს და ну ბუნებრივია სხვა გამოსავალი ხელისუფლებას არ ქონდა ხალხის ნება გამოიხატა უნდა ასე ვთქვათ ხელისუფლება შეცვლილიყო მაგრამ იმის შემდეგ ნელ-ნელა საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მიხვდა რა ბოროტ ძალასთან რა მატყუარა და რა არაეროვნულ ანტიეროვნულ ძალასთან გვაქვს საქმე და ახლა ისე თქვა მინდა შორიდან ცოტა რატო დავიწყე რომ ახლა ბევრად უფრო ადვილია სიმართლე გავაგებინოთ ადამიანებს და უთხრათ რომ რაც ტყუილია, რომ ტყუილია, რომ აი მართლა მტკნარი ტყუილია, რომ ევროკავშირი გვაძალებს, რომ თურმე ხალი არ იყოს და კაცი არ იყოს ან ერთკაცოვანთა ქორწინებას. აი ახლა ჩვენი მოსახლეობის სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვიტყვი ძალიან დიდი ნაწილი ემიგრაციაშია, ხო, გადახვეწილი, ნაცვლად იმისა, რომ აქ ოქროს კოშკები ქონოდათ, ხო? ძირითადად არიან ევროპაში, იტალიასა და საბერძნეთში, ხო? აი ნახონ საბერძნეთში, როგორ საბერძნეთი საერთოდ მართლმადიდებლური ქვეყანაა ოფიციალურად კონსტიტუციით და იტალიაში ხარ. ვინმე იტალიაში რომ ასე ვთქვათ, ვინც არის იქ იტყვის რომ იტალიაში ეს რაღაცა საზოგადო პრობლემა ზოგადად ცუდი ამბავი ჩვენთვის მოუწონარი ამბავი ყველგან არის თუ ანუ იდეალური და სტერილურად კარგი სიტუაცია ალბათ მარტო 64-შეია ხო აი ამ ქვეყანაზე არსად არ არის იდეალური სიტუაცია რა თუ შედარებაზეა ლაპარაკი ჩვენ ცივილიზაციულად ევროპისკენ გვინდა თუ რუსეთისკენ აი გარყვნილებაზე თუა საუბარი და ერთსქესიანზეც და 10-სქესიანზეც და ყველაფერ უბედურებაზე არის რუსეთი თუ რამე უბედურებაა და თუ რამე ანტიქრისტიანულია და თუ რამე მრუშულია და მრუშობა არის ყველაფერი რუსეთშია ხო ეს კარგად ვიცით ხო აქედან გამომდინარე აი თუნდაც ამ დონეზე როგორ ვერ უნდა გავაგებინოთ ხალხს
რომ ის არის ტყუილი პროპაგანდა. ქალაქები გაუჩნდეს კითხვა, როდესაც ამდენი კანონი მიიღო ქართულმა ოცნებამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომელიც რეპრესიულად ფასდება, რატომ აკეთებს ევროკომისია აქცენტს მაინდა-მაინც უმცირესობებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე და რატომ ითხოვს ასე დაჟინებით ოჯახური ღირებულებების მარტივი რაღაცა უბრალოდ იქ არის ელემენტარული რაღაცა პრინციპია, რომ კი არავინ არ გვაძალებს, რომ გინდა თუ არა თქვი რომ ქალი-ქალი არ არის და კაცი-კაცი არ არის. არამედ იქ არის ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური პრინციპების გარკვეული ასე ვთქვათ მუხლები, რომლის დარღვევა ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს, თორე ჩვენ არავინ არაფერს არ გვაძალებს. ჩვენ პირიქით ევროკავშირში, მე პირადად მაგალითად ნაციონალური მოძრაობის როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხო, ჩვენ ვართ ევროპის ყველაზე დიდი ქრისტიან-დემოკრატიული, კონსერვატიული სახალხო პარტიის, ეგრეთ წოდებული IPP-ის აბრევიატურას ვიყენებთ ხოლმე, წევრები, ხო? ჩვენი ამოცანა და ჩვენი მისწრაფება ევროკავშირთან არის ის, რომ სწორედ ევროკავშირში შესვლით ჩვენ უფრო მეტად და უფრო კარგად დავიცავთ ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს კულტურას, ჩვენს ენას, ჩვენს ისტორიას უფრო კარგად გამოვიკლებთ, უფრო კარგად შევინახავთ ჩვენს ძეგლებს. აი მაგალითად იცის თუ არა ხალხმა რომ იგივე ჯვარზე და გელადზე გამოყოფილი ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის თანხები რეაბილიტაციისთვის ერთზე $9 მილიონი, მეორეზე 600,000 ევრო და ასე კლდეკარზე და უამრავი ასეთი პროექტია. ასე რომ ჩვენ იმიტომ გვინდა ევროკავშირში რომ პირიქით ჩვენი თვითყოფადობა, ჩვენი ქართველობა, გნება ჩვენი კავკასიოლობა და ესე იგი ევროპელობა, იმიტომ რომ აქ კავკასიაში დაიბადა ევროპული ცივილიზაციის ერთი განშტოება, ჩვენი ქრისტიანობა იყოს კარგად დაცული და ჩვენი მეობა, ჩვენი ტრადიციები, ხო და ამას ყველაფერს უკუღმა აწვდიან ქართულ საზოგადოებას და ამას ვამბობ, რომ ჩვენ ახლა თუ დავირაზმებით, აი ეს მინდოდა ძირითადი აზრი საბოლოოდ ჩავამეყალიბებია, რომ თუ ჩვენ დავირაზმებით საზოგადოების სხვადასხვა ფენა, აი ჟურნალისტებიდან დაწყებული, თქვენ ძალიან დიდი როლი გაქვთ, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებით გაგრძელებული, არასამთავრობო, რიგითი ადამიანები, საზოგადოებრივი ჯგუფები, ხო? თუ დავირაზმებით და ხალხთან მივალთ და დაველაპარაკებით, აუხსნით იმ ადამიანებს, რომელსაც შეიძლება ტელევიზორიც კი არ აქვს, იმიტომ რომ გაჭირებულია, ან ტელევიზორი აქვს და დენის ფული არ აქვს, ან ყურების საშუალება არ აქვს, იმიტომ რომ არც ალი ამისათვის უნდა აუხსნათ ხალხს რა, იმიტომ რომ ჭორები ესმით ბაზარში, სადღაც ტრანსპორტში, ქუჩაში, ხო? უნდა აუხსნათ ხალხს. აი 45% წინა 20-24-ის არჩევნებზე არ მოვიდა საერთოდ ადამიანები, ხო, ჩვენი მოქალაქეები, ხო? ის რატო? იმიტომ რომ ზოგი დააშენეს, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი უბრალოდ არ მოვიდა, იმიტომ რომ არაფრის იმედი არ აქვს და იმიტომ რომ გონია რომ ყველა ერთნაირია, ეს რეჟიმიც ერთნაირია, ოპოზიციაც ერთნაირია და ამიტომ მათთან მუშაობა საჭიროა. ამიტომ ჩვენი ახლა თავარი რომ დავასრულო ეს აზრი, თავარი ამოცანა უნდა იყოს ერთიანობა და ხალხთან მისვლა და სიმართლის თქმა, სიმართლით უნდა დავამარცხოთ ტყუილი და ეს ბოროტები. ბატონ გიორგი, რადგან ხალხთან მუშაობის მნიშვნელობაზე საუბრობთ, ამავე თემაზე ჩაგეკითხებით უკვე ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში და აგერ 8 ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც ბოიკოტის მომხრეა და არ აპირებს რომ შევიდეს თვითმმართველობის არჩევნებში, 19 ივლისის აქციაზე გამოაცხადა, რომ იწყებთ რეგიონებში წინააღმდეგობის კერების ორგანიზებას. კონკრეტულად რა არის თქვენი ამოცანა? ამ შემთხვევაში 8 ოპოზიციურ პარტიას გულისხმობ, ამაზეც მინდა ვისაუბროთ და ავუხსნათ მაყურებლებს რა ხდება მას შემდეგ, რაც რეგიონებში ჩახვალთ, შეეცდებით მოქალაქეების დარწმუნებას, რომ არ მივიდნენ თვითმმართველობის არჩევნებზე. აი მოახდინეთ წინააღმდეგობის წევრების შეკრება და ორგანიზება. ამის შემდეგ სად მიყავთ ეს ხალხი? ესეც მინდა ავუხსნათ. ერთი არა მარტო ჩვენ ამ 8 პარტიის ფორმატში ვიღებთ მონაწილეობას ნაციონალური მოძრაობა, ჩვენ ძალიან მოგწონს ის იდეა, რომელიც გააჟღერა ბატონმა პაატა ბურჭულაძემ, აი რუსთაველის გამზირის მოძრაობამ, რომ 4 ოქტომბერს ხალხი რუსულ სპეცოპერაციაზე კი არ მივიდეს, არამედ გამოვიდეს ქუჩაში და თავისი აზრი დააფიქსიროს და ეს უკვე ხალხის გადასაწყვეტი იქნება, რა და როგორ იქნება, ანუ ეს ჩვენ გააჩნია როგორ მასშტაბურობას მივახცევთ. ყველა შემთხვევაში შეიძლება მარტო ეს ერთი დღე არ იყოს და ჩვენი ბრძოლა განგრძობადი იყოს. თავარია რომ ეს ბრძოლა და ზეწოლა ამ რეჟიმზე არ შეწყდეს ქვეყნის შიგნით იმ ვითარებაში, როცა ქვეყნის გარედან ჩვენ ვხედავთ ევროკავშირიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იქ მეგობარი აქტით და ამ შემდეგ ზეწოლა სულ უფრო და უფრო იზრდება და გაიზრდება კიდევაც და საერთაშორისო კონტექსტიც საქართველოს მხარდამჭერი იქნება, მაგრამ გარდა ამისა
მე მინდა რახან ახსენეთ თქვენ ეს პროცესი, რაც იქნება 4 ოქტომბერს, რის ჩატარებაც უნდა ამ რეჟიმს, ეს არ არის ადგილობრივი არჩევნები. აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრმა ეს გაარკვიოს, იმიტომ რომ ხშირად ეშლებათ ერთია, როდესაც პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ აი მე არჩევნებში არ ვიღებ მონაწილეობას. ეს არის, რომ შენ აღიარებ არჩევნებს და იმას უცხადებ ბოიკოტს. ეს ერთი მომენტია. და მეორე მომენტია და სულ სხვა სიფრთხეა. როდესაც ამბობ, რომ ის რის ჩატარებასაც აპირებენ, როგორც ახლა არის, ის არ არის არჩევნები. შესაბამისად, აი ზოგი ამბობს, რომ აი ბოიკოტი არ არის გზა. არ არის გზა, იმიტომ რომ არც არჩევნები არის. ეს არის რუსული სპეცოპერაცია. შესაბამისად, ჩვენ უნდა დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. არჩევნები რახან არ არის, არც ბოიკოტზე არ ვსაუბრობთ ჩვენ. ჩვენ ვსაუბრობთ ამ რეჟიმთან კი არაძალადობრივ, შვიდობიან, მაგრამ პრინციპულ თანმიმდევრულ წინააღმდეგობაზე, ამ რეჟიმის არაღიარებაზე, მისი ყველა ხრიკის მხილებაზე და ამ რეჟიმის წინააღმდეგ შვიდობიან ბრძოლაზე. აქედან გამომდინარე, ეს არ არის არჩევნები, არც ეგრეთ წოდებული არჩევნები, ეს არის რუსული სპეცოპერაცია. შესაბამისად, როდესაც ვინმე ამბობს, რომ მე ამ რუსულ სპეცოპერაციაში ვაპირებ, შევიდე და იქ რაღაცა უნდა ვიბრძოლო, ხო? ეს არის მტკნარი ტყუილი, ხო? უბრალოდ არ ვიცი ამათ ეშლებათ ვიღაცამ არასწორად ურჩია თუ გადაწყვიტეს რომ აი ესეთი ღალატი აი ამ საერთო სახალხო პროტესტისა მათ უღირთ იმათ რომ აი ესე რომ ძვალს რო გადაუგდებს ივანიშვილი რომ დაუწერს რომელი ადგილის და რამდენი პროცენტიც უნდა ამ ერთ-ორ პარტიას რომ შეიყვანენ თავის წევრებს საკრებულოებში აი მათი ხელფასის გამო ღირს ამ ხელა საპროტესტო მოძრაობისთვის ღალატი მე არ ვიცი მართლა დაკვირვებული ვარ აი შეიძლება ყველა აი ხსნით ლელოს და გახარიას პოზიციას და განსაკუთრებით ლელოსთან გახარიასთან ნაკლებად მიყვარს იმიტომ რომ ვერავინ და ვერაფერი ვერ ახდეს მათ პოზიციაზე გავლენას ბატო გიორგი სხვა კითხვას დაგისვამთ ბატო გიორგი არის მოსაზრება რომ ხაზარაძე ჯაფარიძის რაღაცით შესაძლოა ემუქრებოდნენ კონკრეტული ჯგუფები ანუ მათ რაღაცის ეშინოდეთ რამდენად შეიძლება ლელოს პოზიცია ამ ჭრილში და რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ მე ადამიანურად ძალიან არაერთხელ მithქვამს ძალიან მინძიმს როცა ამას ვსაუბრობ იმიტომ რომ ჩვენ არავინ არ გვინდა რომ რაც არ უნდა ის ადამიანები პოლიტიკოსები განსხვავებული აზრის იყვნენ განსხვავებული თქვა ბიოგრაფიის თუ შეხედულების წარსულთან დაკავშირებით ხო და გეგმები ქონდეს თელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული რომ ემეტებოდეს რომ ამ ბრძოლას ვინმე გამოეთიშოს და ამიტომაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ მინდა რომ ისინი გონს მოეგონ იმიტომ რომ მაგაშია საქმე რომ ეს არ არის თუნდაც ეგრეთ წოდებული არჩევნები ეს არის რუსული სპეცოპერაცია ამიტომ ჩვენ არც ბოიკოტზეც არ ვსაუბრობთ ხო რა თქმა უნდა ხა იურიდიულად როცა რეჟიმი ამბობს რომ მე არჩევნებს ვატარებ თუ იმაში მონაწილეობას არ იღებ ის იმას ქვია იურიდიულ ენაზე ბოიკოტი ეხლა ანადოლიძემ თქვა რომ მეო არც მონაწილეობას ვემხრობიო და არც ბოიკოტსო აბა ახლა ნურს გაფრინდები ნურს მოფრინდები როგორ არის ხო ან მონაწილეობ და თუ არ მონაწილეობ იმას ბოიკოტი ქვია იურიდიულ ენაზე მაგრამ აქ ხო ჩვენ მაგაშია საქმე რომ არ არის ეს არჩევნები შესაბამისად დავანებოთ თავი ამ იურიდიულ ენაზე საუბარს რაც არის იურიდიულად თქვა იქნებოდა ეს არჩევნები იყოს ბოიკოტი მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ პოლიტიკურ ენაზე ეს არის არაღიარება და წინააღმდეგობა ანუ ეს ამ პროცესის მხილება როგორც რუსული სპეცოპერაცია აქედან გამომდინარე აი ამ სიფრთხეშია ყველაფერი გადაყვანილი და ამიტომ ნამდვილად არ მინდა რომ ამ ჩვენმა წარსულში საკმაოდ ნაყოფიერად თანამშრომლობით მათთან კოლეგებმა ასე მოიჭრან რომ იტყვიან თავი ხო და ასე გადგნენ ხალხში აქციონ ზურგი და ძალიან ძიმე ასე თქვა დარტყმა მიაყენონ ამ ბრძოლას და შეიძლება კვირეებით თუ თვეებით გაუხანგრძლივონ ამ რეჟიმს არსებობა რატო ეს არ არის მარტო ნაციონალური მოძრაობის და დანარჩენი სხვა 7 ოპოზიციური პარტიის აზრი აგერ ევროპარლამენტის რეზოლუცია წაიკითხონ თუ ჩვენი არ ჯერათ ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი სიტყვები ხო რომ ამ რეჟიმთან თანამშრომლობა მათი რაღაცნაირად ლეგალიზაციის თუ პოლიტიკურად რაღაცა გათეთრების ერთ-ერთი გზა არის და ეს არ უნდა გავაკეთოთო ხო იგივეში არ შემიძლია არ გავიხსენო და არ აღნიშნო წერია რომ პრეზიდენტ სააკაშვილი და სხვები არიან პოლიტპატიმრები რომ სწორედ პრეზიდენტმა სააკაშვილმა და ჩვენმა ხელისუფლებამ გაუხსნა
კარი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ამ ვითარებაში კიდევ ერთხელ ვამბობ, ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ჩვენ ვიყოთ ერთად და რომ ჩვენ რეჟიმის მხილების პოლიტიკა ვაწარმოოთ და ვიბრძოლოთ ერთად. რა იქნება წინასწარ? ეგ არ ვიცით ახლა საბოლოოდ რომ თქვენს შეკითხვაზე პირდაპირ პასუხი გავცეთ. ეგ ხო არავინ არ ვიცით, ხო? თავარია ის ვიცით რომ ამ რეჟიმს არ უნდა დაუხაროთ თავი. აი როგორც ამ ახალგაზრდებმა არ დაუხარეს თავი. თავარია ის ვიცით რომ ამ რეჟიმის მუქარებს არ შეუშინდეთ. თავარია ის ვიცით რომ ამ რეჟიმის მხრიდან დაჭერების არ შეგვეშინდეთ. თავარია ის ვიცით რომ ამ რეჟიმმა არ მოგვატყუოს. თავარია ის ვიცით რომ ამ რეჟიმმა არ მოგვისყიდოს, ხო? ძალიან ბევრი ცდუნებაა, ძალიან ბევრი პრობლემაა. ამას ყველაფერს ჩვენ თუ გაუძლებთ, მე დარწმუნებული ვარ, ხალხი გაუძლებს. შეიძლება ვიღაც პოლიტიკოსებმა ვერ გაუძლებს. აი ზუსტად ხალხთან მიმართებაში მინდა დაგისვათ ახლა შემდეგი კითხვა, რომელიც ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში. აი ბატონ გიორგი, ვიღებთ მოცემულობას, როდესაც 8 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აპირებთ რომ ჩახვიდეთ რეგიონებში, სოფელ კარდაკარ იაროთ, ადამიანებს უთხრათ. რა თქმა უნდა, თბილისიც მათ შორის ადამიანებს, მოქალაქეებს უთხრათ რომ არ მივიდნენ არჩევნებზე და 4 ოქტომბერს საარჩევნო და არ მიიღო მონაწილეობა. ამის ფონზე კი აი ლელო და გახარიას პარტია ზუსტად იგივეს აპირებენ, იგივე რეგიონებში, იგივე სოფლებში. ზუსტად იგივეს როგორ აპირებენ? აპირებენ ზუსტად იგივე სოფლებში, არა, ზუსტად იგივე სოფლებში, იგივე ხალხთან შეხვედრას და მათ დარწმუნებას იმაში, რომ პირიქით მოიქცნენ, ანუ მივიდნენ და ხმა მისცენ ამ შემთხვევაში ოპოზიციურ ძალას. მე მინდა გკითხოთ, ხომ არ აბნევთ საბოლოო ჯამში და საერთო ჯამში ოპოზიციური სპექტრი ამომრჩეველს, რას იზამს შესაბამისად დაბნეული ამომრჩეველი და ხო აი ურთიერთ საპირისპირო პოზიციები, რომელიც ოპოზიციის სპექტრში ფიქსირდება, აყენებს თუ არა დარწმუნებას თვითონ ოპოზიციურ ძალას. ამით თეთრდება რეჟიმი, ამით მცირე, მაგრამ გარკვეული ლეგიტიმაცია ეძლევა და ეგ გვითხრეს ჩვენმა ევროკავშირელმა პარტნიორებმა, რომ ნუ გააკეთებთ ამასო და შესაბამისად ნუ დაავნებთ ჩვენს ამომრჩეველს და ნუ მივცემთ იმის ხმის საშუალებას ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას, რუსულ ბანდას, რომ არც ისე ცუდად ყოფილა საქმე, აგერ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია 4 თქვათ ბარიერ გადალახული საპარლამენტო არჩევნებზე პარტიიდან 2 იღებს მონაწილეობას ამ სპეცოპერაციაში და ასეთი ცუდებიც არა ვართ, ხო? ხა ამას რა თუნდა ეხლა ლაპარაკი რომ ვერც ერთი როვე ვერც გაიმარჯვებს, არც ამბობენ რომ გამარჯვების იმედი გვაქვს, ხო? ეხლა ერთად რო გავსულიყავით და პატიოსანი არჩევნები ყოფილიყო, მაშინ რა თქმა უნდა გავიმარჯვოდი, მაგრამ არა პატიოსან პროცესში, რუსულ სპეცოპერაციაში და მით უმეტეს რომ გადიხარ ნახევარი ძალით. ხო ცხადია რომ გადიხარ იმისთვის რომ მოგიგიდონ კიდევ ერთხელ შეგნებულად ვიყენებ ამას რომ ძვალივით გადმოგიგიდონ ის რაღაცა სახრავი საკრებულოსში რამოდენიმე წევრი გაიყვანო და იმას ხელფასი დაუნიშნო. ხო ამაზე მიდიხარ? რა თქმა უნდა ეს არის ის რაც თქვენ თქვით რომ დააბნევს იმ ადამიანებს ვისთანაც უნდა მივიდე და უნდა უთხრათ რომ სახში კი არ დარჩე. ხო გამოდი გარეთ და გააპროტესტე ეს რეჟიმი თუ გინდა რომ ისეთი მდგომარეობა არ იყოს როგორც ახლა არის რომ ხალხი უსახკარო ხალხს რომ პაღურებით ყრიან ნაცვლად იმისა რომ მათთვის სამუშაო ადგილი მიეცა და მათთვის საშუალება შეექმნათ რომ მათ ბინა ეყიდათ და ასე შემდეგ ხო არიან ეხლა ასეთ მდგომარეობაში და აი ბევრმა ასეთმა ადამიანმა არც იცის რა გააკეთოს და ჩვენ ეს უნდა ერთად ერთი ხმით ველაპარაკოთ და ამის ნაცვლად ამიტომ ამბობ ღალატია ამ საერთო ეროვნული მოძრაობისა საერთო ეროვნული ძალისხმევისა და მოუწოდებ მათ კიდევ ერთხელ გონს მოეგონ. ბატონ გიორგი, პერსონალურად გიორგი გახარიაძე მინდა ახლა გკითხოთ და კიდევ ერთი საკითხის კონტექსტში იცით რომ აქტიურად გრძელდება პროკურატურაში საგამოძიებო პროცესი სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის საკითხზე და ბოლო დღეების განმავლობაში გამოკითხული ყველა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ამბობს რომ არაფერი იცოდა გიორგი გახარიას გაწყვეტილების შესახებ. რისთვის ემზადება ქართული ოცნება თქვენი აზრით, როცა საქმე ეხება გიორგი გახარიას? ჯერ უნდა ვთქვათ ამ არალეგიტიმურ მოღალატურ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, ხოცურ პარლამენტში, რომ შეიქმნა ღალატის კომისია, იმისთვის შეიქმნა, რომ რუსეთს ჩამობანონ თავისი სისხლიანი ხელები და რუსეთს მიართვან საკანონმდებლო ჭალებში დონეზე, ასე ვთქვათ, გამოტანილი დასკვნა, რომ რუსეთი კი არ ყოფილა დამნაშავე რუსეთ-საქართველოს ომში 2008 წლის 7 აგვისტოს რაც დაიწყო ფართომასშტაბიანი შემოტევა. არამედ საქართველოს ყოფილა და აი სააკაშვილი ყოფილა, სააკაშვილმა მოახდინა პროვოკაცია და აბა რა იქნა საწყალ რუსეთს და აი ეს უნდათ, ანუ გადასინჯვა
ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილებებისა უკვე საქართველოს საკანონმდებლო დონეზე. ეს ამას რა თქმა უნდა რუსეთი სათავისოდ გამოიყენებს და გარდა ამისა ამ სიტუაციაში უნდათ რომ ადამიანი გამონახო, რომელსაც ხელს შეახოცავენ, მანამდე იძახოდნენ, რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენ 1 კვადრატული მეტრიც კი ოკუპირებული არ აქვს რუსეთის მიერო, ხო ამას ამბობენ. სინამდვილეში 1 კვადრატული მეტრი კი არა, 56 მილიონი კვადრატული მეტრი არის გადმოწეული ას ოკუპაციის ხაზი შემოწეული შიგნით. ეს არის ხახმა რომ იცოდეს 2 ქალაქი ცხინვალი და 1 ქალაქი სოხუმი რომ გააერთიანო იმხელა ტერიტორია და ეხლა გახარიასზე ამბობენ რომ ამანო შეგნებულად 1 მილიონი კვადრატული მეტრი გადასცა რუსებსო და უნდათ რომ ყველაფერზე ხელი შეახოცონ. არა და ეს გახარია არ იყო 20 ივნის რომ ბავშვებს თვალი დათხარა გავრილოვის გამო, რომელიც კობახიძემ ჩამოიყვანა და ჭიქებს უჭახუნებდა და უნდათ რომ მარტო იმას უკაცრავად ამ გამოთქმისთვის შეტენონ ეს ამბავი. თავი და თავი ამ ყველაფრის დანაშაულის გავრილოვის ამბის ოკუპაციის ხაზის გადმოწევის და თუ კი რაიმე რუსებმა უპრობლემოდ და ბრძოლის გარეშე გულისხმობ დიპლომატიურ ბრძოლას, ეკონომიკური ფასის გადახდას, პოლიტიკური ფასის გადახდას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი განახორციელა ივანიშვილის პირადად და მისი მთელი ბანდის მიერ და ამათ უნდათ რომ ერთ ადამიანს შეახოცონ ხელი. ეს არ გამოუვათ. გახარიაც თავის ასე ვთქვათ ჩადენილზე აგებს პასუხს, როდესაც ეს რეჟიმი აღარ იქნება და იქნება ნორმალური სასამართლო და რომაული პროკურატურა, მაგრამ პირველ ყოვლისა პასუხს აგებს ივანიშვილი და დანარჩენი მისი ბანდა, განურჩევლად ვინსადაც არ უნდა იყოს და ასევე გარდა ამისა მოუწევთ მათ იმ ათობით მილიარდის, მოპარული მილიარდის ბიუჯეტიდან და ეკონომიკიდან მოპარული მილიარდის მოტანა და როგორც მიხეილ სააკაშვილის დროს მოხდა, სახში კი არ წაიღებს ვინმე იმას. ბიუჯეტში დაბრუნდება და სწორედ აი ამ ღალატის კომისიაზე ამაზე იყო საუბარი, აი მოყავდათ ვიღაცა კორუმპირებული ტიპები, რომლებიც ამბობენ, რომ აი ჩვენ ჩამოგვართვეს მიწები და ჩამოგვართვეს ფული მოგვატანიეს. სად მოატანიეს? მიხეილ სააკაშვილის ბანკში და ანგარიზე დაადებიეს, ბიუჯეტში ჩაადებიეს და ისევ სახელმწიფომ დაებრუნა ის მიწებიც და კომპანიებიც, ხო და შესაბამისად ისინი მე განვითარდა. აი ასე მოუწევს უბრალოდ უკვე ივანიშვილს ათობით მილიარდი მოპარული მილიარდის დაბრუნება ქვეყნის ბიუჯეტში და აი მაშინ ძალიან ბევრი ადამიანისთვის დღეს ვისაც ასახლებენ საშუალება ექნებათ იმათ სამუშაო ადგილი ექნებათ ვინაც იყიდონ უამრავი ადამიანი ჩვენი მილიონზე მეტი ადამიანი რო არის გაქცეული საქართველოსთან დაბრუნდეს და საქართველოს უცხო ტომელებით კი არ აიფსოს და ქართველებისგან კი არ დაიცალოს არამედ ნორმალური პროცესი წარიმართოს და საქართველოს გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი და საქართველოს მშვიდობიანად მოახდინოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია და გამთლიანება. მადლობა ბატონო სტუმრობისთვის, დაგემშვიდობებით. გიორგი ბარამიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. სტუდიას კი დაუთმობთ გახარიას პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ზაზა თავაძეს. სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად მასთან უკვე სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაზეც ვისაუბრებთ. საგამოძიებო უწყება იცით რომ საკითხზე აქტიურად მუშაობს. ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვა ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. პროკურატურაში დაბარებული პირების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა კი ამბობს, რომ გიორგი გახარიას მიერ მიღებული გაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა. რა პასუხი აქვს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის და ყოფილი პრემიერის პარტიაში, ამას სწორედ ახლა მოვისმენთ. ზაზა თავაძე უკვე შემოგვიერთდა, შესაბამისად მივესალმებით სტუმარს, ბატონ ზაზა, გამარჯობა და მადლობა რომ ჩვენ ხართ. ბატონ ზაზა, თქვენთან საუბარი იმ საკითხის შეფასებით მინდა დავიწყოთ, რომელიც უშუალოდ თქვენი პარტიის ლიდერს გიორგი გახარიას უკავშირდება, გულისხმობს სწორედ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის საკითხზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას. საგამოძიებო პროცესი ძალიან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო 3 დღეში პროკურატურამ 3 ყოფილი თანამდებობის პირი მაღალჩინოსანი გამოკითხა. თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმერ ჩაჩებაია, გუშინ უკვე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევანი ზორია, დღეს კი ჩვენება მისცა დაზვერვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა დავით სუჯაშვილმა. ყველა მათგანმა გიორგი გახარიას წინააღმდეგ ისაუბრა, ანუ ყველა მათგანი ამბობს, რომ საგუშაგოს ჩადგმის შესახებ გაიგეს მათ შემდეგ, რაც ეს საგუშაგო ჩაიდგა. აი, რაზე მიანიშნებს ეს ყველაფერი? ხომ არ ნიშნავს შექმნილი სურათი იმას, რომ დღეს თუ ხვალ გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმის აღძრას უნდა ელოდოთ? ლელა, საღამომშვიდობის, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. თქვენში შეკითხვას რაც შეეხება რა ხდება გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. აქ პასუხი არის ერთადერთი, ეს არის შეკვეთილი პოლიტიკური
შურის ძიება ბიზნა ივანიშვილის მიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ, რომელიც მან დაანონსა ჯერ კიდე საპარლამენტო არჩევნების წინ და ახლა მოდის ეს სისრულეში ამ ჩორჩანას საქმის, ეგრეთ წოდებული საქმის, მე ესე ვიტყოდი, შეკერვით. და მე მართალი გითხრათ, არ დაგიმალავთ ჩემ პირად წუხილს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქცევიან ყოფილი მაღალჩინოსნების საუბარი მაქვს სუსის ხელმძღვანელზე, ყოფილ ხელმძღვანელზე, ყოფილ მინისტრებზე, დაზვერვის ხელმძღვანელზე და სხვა მაღალჩინოსნებზე, მაშინდელზე საუბარი 2019 წლის მაღალჩინოსნებზე, რომლებიც ერთ-ერთში, ერთხმაში მღერიან და აძლევენ ერთ და იგივე ცრუ ჩვენებას გიორგი გახარიას წინააღმდეგ და აი მე არ მოვერიდები ამ სიტყვას კაცუნებივით იქცევიან მაშინ როდესაც ერთმა ცალკე აღებულმა ქალმა მაია ცკიტიშვილმა აბსოლუტურად გადაწონა ეს ათობით ადამიანი და მე არ მიკვირს რომ მაია ცკიტიშვილი არის ერთადერთი გამონაკლისი რომელმაც განსხვავებული პოზიცია მე არ მოვერიდები იმას რომ ჩვენ არა მარტო ცრუ ჩვენებების მიცემა გვაქვს სახეზე მათ მიერ, არამედ ჩვენ გვაქვს დანაშაულთა ერთობლიობა. მაგალითად ისეთი როგორიც არის, რომ აი ხა როცა თქვენ გეუბნებათ საგამოძიებო ორგანოს ეუბნება უпростоრად ყოფილი მინისტრები, სუსის ხელმძღვანელი, დაზვერვის ხელმძღვანელი, რომ მათ არაფერი არ იცოდნენ და ტელევიზიით გაიგეს ეს ყველაფერი, ეს იცით რას ნიშნავს? ეს ნიშნავს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ჩადენას შესაძლოა რამოდენიმე მუხს. სამოხელეო დანაშაულს. ეს შეიძლება იყოს გულგრილობა, შეიძლება იყოს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთაც გამოეპარათ ის, რაც გამოეპარათ, თუ კი დავიჯერებთ, რომ სრული სიმართლეა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ არ იცოდნენ საგუშაგოს ჩადენის შესახებ. ჩვენი ინფორმაცია და საზოგადოებას ეს არ ეშლება ძალიან კარგად იცის, რომ ისინი არიან მოწყვლადები, მათ ივანიშვილმა თავის დროზე მიუგდო რაღაცა ლორის ნაჭრის პატარა ნამცეცი, შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ოცნება კორუფციაზე დგას, აი ეს დაახლოებული ადამიანები დგას ამ კორუფციაზე და ამ კორუფციის გამო ისინი არიან მოწყვლადები და შესაბამისად, როგორც უნდა ივანიშვილი მე ისე ხმარობს ამათ ეს იქნება ცრუ ჩვენებების მიცემა, ეს იქნება თვალის დახუჭვა იმაზე, რომ მათ ჩაიდინეს სამოხელეო დანაშაული ამ ცრუჩვენების მიცემით და ხვალდაზე, როდესაც აუცილებლად გვეყოლება ჩვენ თავისუფალი და დამოუკიდებელი მოსამართლეები, დამოუკიდებელი პროკურორები, მათ მოუწევთ სისხლის სამართლებრივი წესით, ამაზე პასუხისგება, ზუსტად იმაზე მოუწევთ პასუხისგება, რასაც ახლა გახარიას უპირებენ თითქოს 15 წლიანი მუხლით ციხეში გაშვებას. ეს არის ზუსტად ქვეყნის ღალატი, ეს არის ზუსტად ქვეყნის ინტერესების ღალატი პირადი გამორჩენის და გამო. და ახლა ჩვენ რო შევხედოთ უფრო დიდ სურათში ამას ყველაფერს. ეს მოცემულობაა, რომ ოცნება დგას ეს ოცნების რეჟიმი კორუფციაზე და შავ სალაროზე და შავ ფულზე. ესენი არიან პატარა მოთამაშეები, რომლებსაც ივანიშვილი იყენებს და ამ ჩვენებებს აძლევიებს ფაქტობრივად თავის წინააღმდეგ, მაგრამ გარდა ამისა შევხედოთ ჩვენ მეზობლებს რა ხდება რეგიონში ლელა. სომხეთი და აზერბაიჯანი, როდესაც ჩვენ ერთი წლის წინ ეს საერთოდ არ წარმოგვედგინა, სწრაფი ნაბიჯებით მიწევენ დასავლეთისკენ. ისინი თავისუფლებიან ფაქტობრივად რუსული გავლენებისგან და ამ დროს რა ხდება ჩვენთან ხდება ის, რომ ივანიშვილი, რომელიც თავის საკუთარი ფულის გადარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს, ქვეყნის ინტერესებს და ქვეყნის ორიენტაციას, რაც განსაზღვრულია კონსტიტუციის 78 მუხლით, ანაცვალებს ამას ყველაფერს და ერთადერთი დასაყრდენი ხდება ფაქტობრივად რუსული გავლენების სამაში კავკასიაში და ეს მარტო ქართული ინტერესების წინააღმდეგ თამაშს კი არ ნიშნავს. ეს ნიშნავს იგივე აზერბაიჯანის, იგივე სომხეთის, იგივე თურქეთის და სხვა ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ თამაშს რუსეთის სასარგებლოდ. შენ როდესაც შენი ფულის და შენი რეჟიმის შენარჩუნებისთვის აკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ ეს შეინარჩუნო და დანარჩენი არაფერი არ გაინტერესებს, ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოგეკითხება. როგორც არაერთს მოეკითხა თავის დროზე. და ამიტომ ეხა თუ იმეს გონია, რომ ახლა ესენი ეს კაცუნები კიდე განმეორდები, როდესაც ისინი ამ სრულჩვენებას აძლევენ გახარიას წინააღმდეგ და ფაქტობრივად თავიანთი თავის წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებებს,
წინსწრებით. თუ იმეს გონია რომ ახლა ეს რეჟიმი მუდმივად იქნება და აქ რაღაც ის გვეყოლება მაოძედუნი და ისა სტალინი და ეგეთი დიქტატორები რაღაც აწლეულები ძალიან ცდებიან და ამიტომ ის პატარა ლორის ნაჭრის ნამცეცები რომლებიც მიგდებული აქვს მათთვის ივანიშვილს და ახლა ეს თბილად ყოფნა მათ არ უნდა დათმონ და ყველაფერს აკეთებენ და ყველაფერზე ხელს აწერენ ამიტომ არიან კაცურები მაგათ ეს არ შერჩებათ არც ერთ ვარიანტში მერწმუნეთ დამიჯერეთ მართლმსაჯულება თავის სათქმელს გიორგი გახარიასთან დაკავშირებით და მე უკვე სხვა თემებზე გადავიდეთ მათ შორის ბრიუსელთან ქართული ოცნების ურთიერთობებზეც მაინტერესებს თქვენი პოზიცია გახარიას არაერთ საქმეზე არამედ ორ საქმეზე ემუქრება ასე ვთქვათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადმის საკითხი ეს არის ერთი მეორეა 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები და იცით თქვენ რომ ქართული ოცნება ახლა იწყებს უბრალოდ შეუდგა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას რომელიც მაშინდელი მოვლენების ზუსტი სურათის აღდგენის მიზნით ახლა ხო ამდენი წლის შემდეგ ატარებს რუსთაველის განძირზე შესაბამის საგამოძიებო მოქმედებას. აი როგორ ფიქრობთ რატომ ჩაითვალა ხელისუფლებაში რომ გახარიას წინააღმდეგ უკეთესი იქნებოდა არა ერთი არამედ ორი სამართლებრივი საქმე. ლელა პირველ რიგში ჩვენ მაყურებელი რომ არ შევიყვანოთ ეს თამაში სამართლებრივად სტრასბურგის სასამართლოს აღსრულება დაიწყო ოცნების ხელისუფლებამ და რეჟიმმაო ესე არ არის იმიტომ რომ სტრასბურგის სასამართლოს ნათქვამი აქვს სულ სხვა რამ 20 ივნისის кейსთან დაკავშირებით და არა ის როგორც ახლა იქცევა ეს ოცნების ეგრეთ წოდებული მართლმსაჯულების წარმომადგენელი. პროკურატურა ამბობს, რომ რუსთაველის განძირზე საგამოძიებო მოქმედებების ახლა ჩატარებით ასრულებს სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ლელა, ჩვენ ხო ეჭვი არ გვეპარება იმაში, მათ შორის თქვენს დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არც პროკურატურა და არც სასამართლო თავისუფალი არ გვაქვს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ორი პარალელური სამართალი, ერთია, რომელ სამართალსაც ობიექტური შემფასებელი, ობიექტური იურისტები, რომელიც ამ ქვეყანაში ღვთისმსხალობით ჯერჯერობით შემორჩენილია, ისინი განმარტავენ და ისინი უყურებენ ამას კონსტიტუციის შუქზე, საერთაშორისო კანონმდებლობის შუქზე და მეორეა ეგრეთ წოდებული ქოცური სამართალი, რომელსაც ისინი კითხულობენ ტენდენციურად და თავიანთ თავზე მორგებულად, რაც მათ კორუფციაზე დგომას და მათ ამ შერჩევით მართლმსაჯულებას ემსახურება და ამას განმარტავს და ამის რეალიზება. ამიტომ ჩვენ როდესაც სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულებაზე საუბრობთ, ამას უსვავდი. მე ხა სტრასბურგის გადაწყვეტილებამ თქვა ის, რომ აქ ის სტრასბურგის გადაწყვეტილებას ჩვენ თუ კარგად წავიკითხავთ, სტრასბურგს არ აქვს ის იურისდიქცია, რასაც აქ ოცნების წარმომადგენლები ტირაჟირებენ. სტრასბურგმა თქვა ერთ-ერთი რამ, რომ ეს იყო შტურმი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული, შესაბამისად იყო ცალკეული გადამეტებები, ცალკეული გადამეტებებთან დაკავშირებით იყო რეაგირება და რაც შეეხება იმას, რასაც ახლა ოცნება აკეთებს, ეს არის ჩვეულებრივი სპექტაკლი, რომელიც მათ ახასიათებს. რატომ ორი საქმე აქამდეც მინდა იმიტომ რომ შურისძიება იყოს ბოლომდე. გახარიას მიმართ პოლიტიკური შურისძიება ერთი საქმეც ეყოფოდა ალბათ, ხო? ლელა, ნახეთ, ჩვენ ხო გვაქვს ისეთ ადამიანებთან, რომლებიც არიან აი სოუდაგართა რაღაც გაერთიანებაა, რომლებიც მარტო აღებმიცემობით ფიქრობენ, რომ აი მეტი გაქვს, ანუ უფრო ძლიერად ხარ პოზიციაზე. მე ასე შევხედავდი ამას ყველაფერს. ანუ ერთი საქმე კი არა, ორი საქმე ჯობია, შევკეროთ გახარიას წინააღმდეგ, უფრო მყარად ვიქნებით. მე ამას ასე შევხედავდი ამას ყველაფერს, მაგრამ ნახეთ, ერთი იქნება პოლიტიკურად შეკერილი საქმე, ორი თუ სამი ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს ძალიან კარგად უნდა იცოდნენ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში და აი ესეთ ავტოკრატიის პირობებში და აი ესეთი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ რო აბსოლუტურად ყველაფერს იყენებს ისეთი რეჟიმის პირობებში, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს რამდენი საქმეს შეკერავენ გახარიას წინააღმდეგ. აბსოლუტური მნიშვნელობა არ აქვს და ამიტომ მე ამას ასე შევხედავდი ამას ყველაფერს. კარგი. გადავიდეთ მოდით სხვა თემებზე და ახლა ცოტა დრო ადგილობრივ არჩევნებსაც დავუთმოთ. თქვენი პარტია ისე როგორც ლელო ემზადება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის, იყო ინფორმაცია და მოლოდინი რომ დაგემატებოდა თანადოლიძეც, თუმცა მან დღეს გააკეთა განცხადება რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა შექმნილ სიტუაციაში არ არის გამართლებული. აი კიდევ ერთხელ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში რას ელოდებით 4 ოქტომბერს და რა გაძლევთ იმის ფიქრის და მოლოდინის საფუძველს, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობით, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს, დააზიანებთ სახელმწიფო პარტიას და არა საკუთარ თავს.
ნელა მოდი დავიწყოთ იმით, რომ პირველ რიგში ჩვენ როგორც დემოკრატიული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები პატივს ვცემთ ნებისმიერ განსხვავებულ აზრს. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიდგომა საერთოდ და დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რომ პატივი ვცეთ განსხვავებულ აზრს. ასე რომ მარტო ამ კუთხით რო შევხედოთ ჩვენ ყველაფერს ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგების ნაწილში, რომ ისინი როგორ რეაგირებენ თუნდაც განსხვავებულ აზრზე, განსხვავებულ სტრატეგიაზე, რაც ჩვენ და ლილოს გაგვაჩნია, მარტო ეს არის, ეხლა მე არ შევალ ეხლა ოპოზიციის ოპოზიციონერობა, ეს სხვების საქმეა და მე ამას აქ არ დავიწყებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როდესაც ისინი ისე რეაგირებენ ამაზე, რაც არ შეესაბამება არც დემოკრატიულ პრინციპებს, არც განსხვავებული აზრის პატივისცემას, არც სამართლებრივ პრინციპებს, რომელიც ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მაგალითად, რო გადავხედოთ იგივე ისტორიულ რაკურსს, როდესაც ზვიად გამსახურდია მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და იქეთ მხარეს იყო კომუნისტური რეჟიმი და ისინი ახორციელებდნენ არჩევნების მენეჯმენტს. შემდეგ იყო და შევარდნაძის ხელისუფლებასთან წინააღმდეგობის გაწევით არჩევნებში მიიღო მონაწილეობა სააკაშვილმა, რომელიც ასევე ამბობდა, რომ ის იყო ავტოკრატიული რეჟიმი და საარჩევნო კანონმდებლობა ჰქონდა მორგებული თავის თავზე. შემდეგ იყო და ოცნება 2012 წელს დაუპირისპირდა სააკაშვილის ხელისუფლებას და ისიც ამბობდა, რომ სააკაშვილს ჰქონდა ჩამოყალიბებული რეჟიმი, არ არსებობდა თავისუფალი სასამართლო, არ არსებობდა თავისუფალი CSKO, არ არსებობდა თავისუფალი ინსტიტუციები და ამ სიტუაციაშიც ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში მოგეხსენებათ. ყველაფერს ამას რომ გადავხედოთ ჩვენ და შევაჯამოთ როგორც ისტორიული რაკურსი, ასევე სამართლებრივი ნაწილი, რომ კონსტიტუციით ინიშნება ეს არჩევნები ყოველ 4 წელიწადში ერთხელ და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მიუხედავად ყველაფრისა უნდა მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა და ამის ფონზე გამოდის ჩვენი ოპონენტი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და ამას ეძახიან რუსულ სპეცოპერაციას, ამას ეძახიან ღალატს და 1000 კიდევ რა ვიცი სისულელეს, მე ესე ვიტყოდი, ეს არის ელემენტარულად პოლიტიკური ახლომხედველობას უფრო შორს რო არ წავიდე. იმიტომ რომ შენ როდესაც გააქვს არაერთი კვლევა, რომელიც გიჩვენებს, რომ თუ 4 ოპოზიციური პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, ერთად მიიღებს მონაწილეობას მათ შორის განსაკუთრებულად თბილისში და დიდ ქალაქებში, რომლებსაც აქვს შანსი, რომ მოიგოს ეს თვითმმართველობის არჩევნები და მოიგოს ოცნებას, რომელსაც მინდოდა სხვა შორის თქვენთვის ყველა კვლევა ფაქტობრივად შესწავლილი საზოგადოების აღმოჩენების განწყობა თუ არის შიდა კვლევები და რას ამბობენ მაშინ ამორჩეველთა რას ამბობს ამორჩეველთა დიდი ნაწილი მზად არიან ისინი მივიდნენ და მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და აქვე ბატონ ზაზა აი რა დაგანახათ თუნდაც 19 ივლისს გამართულმა აქციამ მსვლელობამ რომელმაც სხვა შორის თქვენი პარტიის და ლელოს მონაწილეობის გარეშე ჩაიარა. მე დავიწყებ ბოლო ნაწილით ამ შეკითხვის. ჩვენი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები სხვათა შორის ამ აქციაზე იმყოფებოდნენ და ამ აქციაზე ყოფნით მათ ბევრი რამ თქვეს და ბევრ რამეს გაუსვეს ხაზი. და აქციის ლოზუნგი იყო ბოიკოტი რუსულ სპეცოპერაციას. ნახეთ, ეს ჩვენ ზუსტად მაგას ვამბობთ, რომ ჩვენ განსხვავებულ აზრს და განსხვავებულ ტაქტიკას თუნდაც ჩვენი ოპონენტებისას პატივს ვცემთ. და შესაბამისად, ჩვენ როდესაც ესე კორექტულად ვიქცევით და კონსტრუქციულად ვიქცევით და იქიდან ჩვენ ვხედავთ სრულ ვაქხანალიას, აი ამას ვამბობ ჩვენ ზუსტად, რომ ეს განმოსხვავებს ჩვენ ერთმანეთისგან თუ არა. მიზანი ის, რომ რეჟიმი დასამარცხებელია და რეჟიმი უნდა გავისტუმროთ რაც შეიძლება სწრაფად, რომელიც დგას კორუფციაზე, შავფულზე, ადამიანების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ფონზე, აქ ყველაფერს ამას რო აკეთებენ, ხო? ეს ფაქტია. კარგი იქნებოდა რომ ჩვენ როგორც წეღან დავიწყე რომ 4-ვე პოლიტიკური სუბიექტი ამ რეჟიმის წინააღმდეგ გამოსულიყავით და ეს მიუხედავად ამ საარჩევნო გარემოსა რაც ძალიან კარგად ვიცით თითოეულმა ჩვენთაგანმა მიგვეღო მონაწილეობა ამ არჩევნებში და არჩევნების მეშვეობით კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაგვემარცხებია ისინი თვითმმართველობის დონეზე, რაც მე აუცილებლად გამოიწვევდა იმას, რაც აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით და შესაბამისად აპრიორი პოლიტპატიმრების და სინდისის პატიმრების გათავისუფლებით. ჩვენ ვამბობთ რას? ჩვენ ვამბობთ იმას, რომ
არჩევნებში მონაწილეობა პლუს სხვა პროტესტის საშუალებები ეს კორელაციაში ერთად მოგცემს რეჟიმის შესუსტების და რეჟიმის საბოლოო დამარცხების საშუალებას. ამას ვამბობ ჩვენ. არაფერს სხვას განსხვავებულს და ახლა ამის გულისთვის კოცონზე დაწვა და განსხვავებული აზრის მიუღებლობა ჩვენი ოპონენტების მიმართ და 1000 რამის დაბრალება უბრალოდ მინიმუმ არაგონიურულია თქვა. ამას ვამბობ ჩვენ სხვას არაფერს და მე აქვე ვიტოვებ იმედს. მიუხედავად მათი ესეთ დამოკიდებულებისა, მათი ესეთი რეაქციისა ჩვენს მიმართ და მე არ შევალ მათ კრიტიკაში თქო კიდევ ერთხელ ხას უსვავ, ვიტოვებ მე იმედს, რომ ისინი გონს მოვლენ და ჩვენთან ერთად ამ რეჟიმის დამარცხებაში გაიზიარებენ ჩვენ ტაქტიკას, ჩვენს პოზიციას და უფრო გაგვიადვილდება ეს ერთობლივად ვიდრე არა ნუ იმედი როგორც იტყვია ბოლოს ხდება ესე ვთქვა და ჩვენ ვიქნებით იმედიანები ამ ნაწილში. გადმოსახედიდან დაგისვავთ, რომელიც ახლა შექმნილი ჯამში ბატონზაზა მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხზე ურად არის გაყოფილი. აი ქართულ ოცნებას უხანგრძლივებს თუ არა ძალაუფლებაში ყოფნას, სწორედ ოპოზიცია რომელიც არის დაქსაქსული, დაყოფილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული და ვისზე მოდის პასუხისმგებლობა იმ ვითარების გამო, რომელიც სახეზე გვაქვს და იზიარებთ თუ არა, ინაწილებთ თუ არა პასუხისმგებლობას, მათ შორის თქვენი პოლიტიკური ძალა. ელა, ჩვენ რომ პასუხისმგებლიანი თანმიმდევრული პოლიტიკური ძალა ვართ, ეს არაერთ გზის ვაჩვენეთ და ეს ასე ვაპირებთ რომ გავაგრძელოთ. მე ვერ ვიტყოდი ახლა ესე რომ ოპოზიცია დაქსაქსულია, ოპოზიცია რაღაც პულსი არ ესინჯება, ვერ ვიტყოდი ამას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ხას უსვავ. 4 პოლიტიკური სუბიექტი, რომელმაც ბოლოს საპარლამენტო არჩევნებზე გადალახა ბარიერი, თუ ისინი ერთად დადგებიან და მე კვლავ იმედს ვიტოვებ, რომ შესაძლოა ის მოხდეს, რომ ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველაფერთან ერთად, მათ შორის არჩევნებში მონაწილეობით, მათ შორის სხვადასხვა პროტესტის საშუალებებით ერთობლივად კორელაციაში შესაძლებელია ამ რეჟიმის დამარცხება, ეს იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი. ჩვენ ამას არაფერი არ დაგვიკლია აქამდე და არც ახლა არ დავაკლებთ მომავალში ცდას, რომ ეს ესე მოხდეს. ნუ დანარჩენი ახლა ვნახოთ რა იქნება და როგორ იქნება. ის რომ ისტორიულად ამ 30 წლის განმავლობაში ჩვენ ერთიანობის პრობლემა გვქონდა, ეს რამოდენიმეჯერ დადასტურდა კიდეც. თუმცა თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ასევე ისტორიულ გამოცდილებას და რაკურსს, ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც შეიცვალა ახალი ხელისუფლება ყველა კოალიციით მოვიდა, ხო, ფაქტობრივად, ხო? და შესაბამისად, ეს იყო სააკაშვილის შემთხვევაში, ეს იყო ივანიშვილის შემთხვევაში და მერე მოხდა უკვე ამ კოალიციების სხვადასხვა გზებით დაშლა და გაუქმება და ოპოზიციური პარტიების ლიდერები ბატონზაზა სწორედ იმის დემონსტრირებისთვის და საჩვენებლად, რომ არანაირი ფორმით არ ითანამშრომლობენ ქართული ოცნების ხელისუფლებასთან, ციხეშიც კი წავიდნენ და მოდით შემდეგ კითხვა სწორედ დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერების კონტექსტში დაგისვათ, მით უფრო რომ მათი მისამართით, მათ მიმართ მიხეილ ყაველაშვილი კიდევ ერთხელ აკეთებს შეწყალების შეთავაზებას, თუმცა ჯერჯერობით ყველა დაპატიმრებული პოლიტიკოსი არის უარზე. ღმერთმა დაიფაროს გიორგი გახარია და სხვა ყველაც, თუმცა აი რას იზამთით თქვენ ახლა არ ვიცი, როგორც წესი თქვენს პარტიას მთელს რიგ საკითხზე სხვა ოპოზიციური ძალებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს, ამიტომ მართლა საინტერესოა ამ შემთხვევაშიც ხომ არ ფიქრობთ, რომ დაკავებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა უნდა ისარგებლონ ყაველაშვილის შეთავაზებით. პირველ რიგში მე ამას კიდევ ერთ ფარსად შევრაცხავდი, რაც ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა ყაველაშვილმა მეორე ჯერზე შეთავაზა დაპატიმრებულ ოპოზიციურ ლიდერებს, პოლიტპატიმრებს, იმიტომ რომ ყველაფერს თავი რო დავანებოთ და საერთოდ რო ვთქვათ, რომ ეს ჩვეულებრივად მოქმედი პრეზიდენტია და არა ეგრეთ წოდებული პრეზიდენტია, მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არავისი არ ჭირდება საერთოდ კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინმე შეწყალებას აპირებს, ხო? ეს არის ჩვეულებრივად პოლიტიკური აქტი, ეს არის მისი ერთ-ერთი
იმ უფლებამოსილებათაგან, რაც მას შეუძლია განახორციელოს გულისხმობს შეწყალებას და შესაბამისად თუ ვინმე შეწყალებას აპირებს, ეს მისი გადაწყვეტილებაა. მეორეა, ეხლა ჩვენ უფრო შორს თუ წავალთ, რომ ეს პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ახლა პოლიტპატიმრები არიან და საპრობლემებში არიან გამოწვეულები, ისინი რამდენად მიიღებენ საერთოდ ეს აქტიც რო გამოცეს ყაველაშვილმა ეგრეთ წოდებული პრეზიდენტისგან, ისინი არ აღიარებენ ხო მას როგორც პრეზიდენტად, როგორ მიიღებენ საერთოდ ამ შეწყალების აქტს. ასე რომ ეს მე ვფიქრობ არის ოცნების მორიგი რაღაც ერთ-ერთი სპექტაკლთაგანი, რას ემსახურება ეს ალბათ ჩვენ ამაზე დრო არ უნდა დავკარგოთ. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ რაც უკვე აღნიშნეთ და ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, როგორ ვკარგავთ ჩვენ ფაქტიურად რეგიონში განსაკუთრებულ როლს, როგორ რჩებით ერთადერთი იმ ქვეყანათაგანი, რომელიც რჩება ფაქტობრივად რუსული გავლენის არეალში და ეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ მოსახლეობას უკიდურესად უჭირს, უკიდურესად ეკონომიკური გაჭირვების მდგომარეობაშია, წასული არიან ემიგრაციაში და ეს ევრო ლიბერალიზაცია ვიზებთან დაკავშირებით, რომელიც ფაქტობრივად შეჩერების პროცესშია, ეხა ამასაც თუ გავითვალისწინებთ, წარმოგიდგენია თქვენ რომ თუ არ ვცდები მოცემული სტატისტიკის მიხედვით დაახლოებით 9 მილიარდი ევრო ირიცხება ევროპისგან ჩვენი თანამოქალაქეების მიერ, რომლებიც იზოლებული გახდნენ რომ საერთოდ წასულიყვნენ აქედან და ეშრომათ იქ და ასევე სვავს ხოლმე ჩვენი ოპონენტები და მათ შორის სხვადასხვა ადამიანები შეკითხვას, რომ აი როდის ჩამოვა გიორგი გახარია საქართველოში და აი რას ფიქრობთ გიორგი გახარიას ჩამოსვლასთან დაკავშირებით. გიორგი გახარიასთან დაკავშირებით მე შემიძლია გითხრათ ცალსახად, რომ ჯერ ეს ერთი, როდესაც 15 წლიანი მუხლის შეკერვა მიდის. პროკურატურამ საქმე რომ აღძრას ბრალი წაუყენოს და პროკურატურაში გამოკითხვაზეც დაიბაროს ბრალის წარდგენამდე, ხო, რას იზამს ამ შემთხვევაში გიორგი გახარია? ამ შემთხვევაშიც ონლაინ რეჟიმში ჩართვას და გამოკითხვას ხომ არ შესთავაზებთ? ანუ პირველ რიგში, როდესაც 15 წლიანი მუხლით შენ წინააღმდეგ საქმის პოლიტიკურად მოტივირებული საქმის შეკერვას აპირებენ, ამ დროს საერთოდ აი ესეთ სიტუაციაში ამ ქვეყანაში ჩამოსვლა და ამ რეჟიმისთვის ჩაბარება, მე ვფიქრობ, რომ მე თუ ერთ ცალკე აღებულ იურისტს ვკითხავთ, მე ვფიქრობ ეს არ იქნება სწორი და მეორე, საერთოდ რომ შევაჯამოთ ოცნების ეგრეთ წოდებული რეჟიმის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რაც უნდა გაეკეთებია ამ 7 თვის დაახლოებით 7 თვის განმავლობაში, გახარიამ ეს მოახერხა ფაქტობრივად 2 კვირაში, როდესაც ის შეხვდა ათეულობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებიც 16-ნი იყვნენ შეგრებილები, თუ არ ვცდები, გახსოვთ თქვენ, როდესაც იხილებოდა ევრო ვიზების შეჩერების საკითხი და მათმა უმრავლესობამ დაახლოებით თუ არ ვცდები 9 ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქვეყნების წარმომადგენლებმა პირდაპირ თქვეს, რომ გაიზიარეს პირდაპირ გიორგი გახარიას თხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ოცნების რეჟიმის წარმომადგენლები უნდა დასაქცევდნენ, რომლებმაც ხელი შეუშალეს და უშლიან დღემდე ქართულ დემოკრატიას და საქართველოს ევროინტეგრაციას, რომლებიც ჩამოყალიბდნენ ანტიდემოკრატიულ, ანტიჰუმანურ და კორუმპირებულ რეჟიმად და არა საქართველოს მოქალაქეები და გამოვიდა შემდეგ სიკორსკი დიდწილად გახარიას დამსახურებაა და ჩვენ ამას ხაზი უნდა გავუსვათ და არ უნდა გვაუწყდეს, რომ ეს იმ წამსვე ყისიერად არ მოხდა ამის შეჩერება. ბატონზაზე, რადგან ეს თემა ახსენეთ, აი ბრიუსელთან ქართული ოცნების ურთიერთობების შესახებაც დავსვათ ერთი კითხვა. იცით თქვენ, რომ შანტაჟია დადანაშაულებული ბრიუსელი ქართული ოცნების მხრიდან, მართული პარტია ირწმუნება იმასაც, რომ არ ვიცი, ბრიუსელის მიზანი საერთოდ საქართველოში რევოლუციური პროცესების მოწყობა, რათა სწორედ ამ გზით შეიცვალოს ხელისუფლება. აი ჩამოთვალეთ მოკლედ იმისთვის, რომ მაყურებლებისთვის გასაგები იყოს არგუმენტები, რატომ არ უნდა დაიჯეროს საზოგადოებამ, რომ ევროკომისიის მოთხოვნები ეს არის შანტაჟი და ბრიუსელის ინტერესია ხელისუფლების შეცვლა. ნახეთ, ეს მე ამას დავარქვევდი ქართული ოცნების ბოდვას და მთავარი არგუმენტი ამასთან დაკავშირებით ლელა არის ის, რომ როდესაც შენ ქართულ ხალხს პარავ
არჩევანის უფლებას, როდესაც შენ აყალბებ არჩევნებს და ხელისუფლებას იტაცებ, ამის შემდეგ შენ ევროპაში არავინ არ გელის და არავინ აღარ უნდა ცდილობდეს იმას, რომ ეს რეჟიმი რომელიც ჩამოყალიბების პროცესში არავინ აღარ გელის, ეს ნიშნავს თავის მხრივ იმას, რომ ბრიუსელის სურვილია შეიცვალოს ქართული ოცნების. ნახეთ, არავინ აღარ გელის, ეს ნიშნავს იმას, ლელა, დავაზუსტებ, რომ როდესაც შენ დეკლარირებული გააქვს ევროინტეგრაცია, როდესაც შენ კონსტიტუციაში გიდევს მუხლი, რომელიც ავალდებულებს ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ყველაფერი გააკეთოს ევროინტეგრაციისთვის და შენ ამას ფაქტობრივად აჩერებ და აჩერებ რით? აჩერებ იმას, რომ შენ არ გაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, შენ არ გაქვს კანონის უზენაესობა, შენ არჩევანი მოპარე ხალხს, შენ მიტაცებული გაქვს ყველა ხელისუფლების ყველა შტო, აქ მართლმსაჯულების ვერანაირი ესე ვთქვათ მოლოდინი ვერ ექნება ვერც ერთ ჩვეულებრივ ჩვენ მოქალაქეს და აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი, როდესაც შენ არ გაქვს კანონის უზენაესობა, შენ არ გაქვს დემოკრატია, შენ არ იცავ ადამიანის უფლებებს, შენ ყავს 70-მდე პოლიტპატიმარი, შენ ყავს დაპატიმრებული ჟურნალისტები, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ყოველგვარი ლეგიტიმაციის გარეშე და შენ ამის შემდეგ კიდევ ამბობ იმას, რომ ევროპას აქ ხელისუფლების შეცვლა უნდა, არა, ევროპას კი არ უნდა ხელისუფლების შეცვლა. უბრალოდ შენ არ გინდა ევროპა, აღარ გაწყობს ევროპა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რაც მე ჩამოთვალე, ევროპისთვის არის მიუღებელი. ეს არის მისაღები არა ევროპისთვის, არამედ რუსეთისთვის, ჩრდილოეთ კორეისთვის, ირანისთვის, არადემოკრატიული რეჟიმებისთვის და შესაბამისად ეს არის რომ ოცნება პირიქით საწინააღმდეგოს ცდილობს რომ დისტანცირება მოახდინოს ევროპიდან და არაინტეგრაცია მოახდინოს ევროპაში. ეს არის განსხვავება ფუნდამენტური ჩვენსა და ოცნებას შორის. ამას არის ჩვენ რომ ვამბობთ რომ ოცნება ვერასდროს ვერ გახდება ვერც ევროპული, ვერც დემოკრატიული, თუ არ შეასრულებს იმ პრინციპებს, რაც არის დასავლური, ევროპული და რაც არის დემოკრატიული. მადლობა იმისთვის, რომ დაგვეთმეთ დრო და იყავით ჩვენი სტუმარი ზაზა თავაძეს ვემშვიდობებით. ახლა რეკლამა თავისუფალ სტუდიაში, რეკლამის შემდეგ დღეისთვის ბოლო სტუმარი შემოგვერთდება, ასე რომ დაგვეთმეთ. რეკლამის შემდეგ თავისუფალი სტუდია გაცემის ბოლო ნაწილით ბრუნდება პირდაპირ ეთერში. ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ნინო კალანდაძეა, რომლთან ძირითადად დასავლელ პარტნიორებსა და ქართულ ოცნებას შორის დღეისთვის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს შევაფასებთ. ვინ მართავს ბრიუსელს და მართავს თუ არა მას დიპ სტეითი, ამ და სხვა კითხვებზე დაველოდოთ სწორედ ჩვენი სტუმრის პასუხებს. მაშასე მივესალმები ნინო კალანდაძეა ჩვენთან ერთად, როგორც გითხარით, გამარჯობა ქავტონინო და მადლობა რომ გვესტუმრეთ. საღამოშიდობის მოგეთ. ქავტონინო, გაცემის ბოლო ნაწილი მოდით იმ პერიპეტიების შეფასებით გავხსნათ, რასაც ქართულ ოცნებასა და ბრიუსელს შორის ურთიერთობაში ვხედავთ, ძალიან დაბალ ნიშნულზე დაეცა ეს ურთიერთობები, რაც ახალი არ არის. ამას კი ემატება ის მწვავე კრიტიკა და მეტიც ბრალდებები, რაც ქართული ოცნების მხრიდან ბრიუსელის მისამართით ისმის. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ბრიუსელს მართავს დიპ სტეითი, რომელსაც საქართველოში ხელისუფლების შეცვლა უნდა. რა დასკვნების გაკეთების საფუძველს იძლევა ის რიტორიკა, რომელიც აქვს მმართველ პარტიას დასავლელ პარტნიორებთან მიმართებით და რამდენად შეიძლება მათი განცხადებები იმაზე მიანიშნებდეს, რომ აი ხელისუფლებას კურსი აღებული აქვს ევროკავშირთან ურთიერთობების საერთოდ გაწყვეტაზე. მოგესალმებით საღამომშვიდობის, მადლობთ მოწვევისთვის და მადლობთ კითხვისთვის. ქართულ ოცნებას რა გეზიცა აქვს აღებული, ჩვენ ამის შესახებ ძალიან ღიად და მკაფიოდ ყველაზე გვიან შევიტყვეთ 2022 წელს, როდესაც რუსული ღია აგრესია განხორციელდა უკრაინის წინააღმდეგ, როდესაც ამ აგრესიას, რუსეთის აგრესია დასავლეთის წინააღმდეგ დაერქვა და საქართველოს ფორმალური მთავრობა ამ ომში არ აღმოჩნდა დასავლეთის მხარეს, არამედ აღმოჩნდა აგრესორის მხარეს. მათ ეს არაერთხელ გაახმოვანეს, გააჟღერეს და შემდგომ უკვე მათი კონკრეტული ქმედებები განახორციელეს ჯერ კიდევ უკრაინასთან მიმართებით, შემდგომ რუსეთში სანქცირებულ პირებთან მიმართებით და შემდგომ უკვე ძალიან კონკრეტული კრემლში დაწერილი რიტორიკა შეიმუშავეს, რომელიც უნდა ევროკავშირის მისამართით ჩამოეყალიბებინათ და შესაბამისად ეს საზოგადოებისთვის ამ ფორმით თავს მოეხვიათ. არც ერთი სიტყვა, რომელსაც ქართული ოცნების წარმომადგენლები აჟღერებენ,
არ არის მათ მიერ შექმნილი. ეს არის ერთ-ერთი 100%-იანი რუსული პროპაგანდა. ამის თქმის საფუძველს მაძლევს მათ შორის სხვა მედია საშუალებებით გავრცელებული, სხვა ქვეყნებში რუსების მიერ გავრცელებული იდენტური კლიშეები, რომლებიც უბრალოდ ერთ-ერთში ემთხვევა ქართული ოცნების რიტორიკას. ამასვე მოწმობს ისიც, რომ საქართველოში ჩატარებული კვლევების მიხედვით ის განცხადებები, რომლებსაც ბოლო დროს ქართული ოცნება აკეთებს, საერთოდ არ არის მოქალაქეების მოსასმენად განკუთვნილი. ანუ ეს არ არის ვისი მისამართით კეთდება. ანუ თუ ვიგულისხმებთ, რომ პოლიტიკური გუნდი, როგორც წესი, ვთქვათ, თავისი ამომრჩევლის რაღაც გულისცემას ექვემდებარება და იმას პასუხობს რაღაც ფორმით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რაც ეხება აი ამ რაღაც deep states და მათ შორის LGBT პროპაგანდას, იკვეთება, რომ ეს საერთოდ არ არის მოსახლეობის რაიმე ფორმის ინტერესის საგანი, უფრო მეტიც ამაზე ქილიკი გაცილებით უფრო მაღალ რეგისტრშია, ვიდრე ის, რომ ეს შეიძლება რაღაც ფორმით ქართული ხალხის მიერ მიმღებლობას ექვემდებარებოდეს. რატომ? იმიტომ, რომ ამის სამიზნე არ არის ქართული ხალხი, ეს არის პირდაპირ გაწერილი რუსული კლიშეები, რომლითაც ისინი გამიზნულად ცდილობენ დასავლეთთან ყველა ტიპის ხიდის ჩაჭრას. რასაკვირველია, არავის არანაირ თეაწულუკიანს და არავითარ კობახიძეებს არ ჯერათ არანაირი შეთქმულების თეორიების და deep state-ების, მათ რომ ამის ჯეროდეთ მინიმუმ ერთი რამდენად ხედავთ ევროპაში სურვილს, რომ როგორმე შეცვალოს ქართული ოცნება ეს კითხვაც უნდა დაგისვათ. წულუკიანს ყველაფერი შეიძლება დააბრალო, გარდა იმისა, რომ დებილია. წულუკიანმა, რომელმაც ბევრი წელი გაატარა ევროპაში, ძალიან კარგად იცის, რომ არავინ არ მართავს ბრიუსელს. არავითარი ოლიგარქები არ მართავენ ბრიუსელს. ეს არის ძალიან გამიზნული უტიფარი ტყუილი, რომელსაც ის უბრალოდ აი ესე უტიფრად და უხეშად ისვრის ტელეეთერის საშუალებით, მათ შორის მისი სხვა კოლეგებიც, იმისთვის, რომ მოახდინონ დასავლეთის დემონიზება და იმისთვის, რომ ჩვენ ევროპასთან არანაირი წინსვლის საშუალება არ მოგვეცეს. ახლა თქვენ ახსენეთ, რომ ძალიან დაბალ ნიშნულზეა ურთიერთობები დასრულიო საქართველოსა და ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებს შორის და არა მხოლოდ ევროპის კავშირის, არამედ ვაშინგტონთან არანაირი ურთიერთობები აღარ არსებობს, მაგრამ ეს მოცემულობა არ შექმნილა ევროპის მხრიდან, ეს მოცემულობა არ შეუქმნია ქართულ ხალხს. ეს მოცემულობა არ შექმნილა იმიტომ, რომ ქართველი ერი ვერ დაექვემდებარა განვითარებას და ამიტომ ვთქვათ, ევროპამ გადაწყვიტა, რომ ეს ურთიერთობები უნდა გადაიხედოს. არამედ ეს კრიზისი ძალიან გამიზნულად, ხელოვნურად და მიზანმიმართულად შექმნა ქართულმა ოცნებამ სულ პირველად, როდესაც მათ რუსული კანონის პირველადი ინიცირება მოახდინეს და შემდგომ, როდესაც ის იძულებით გაიტანეს. ანუ მათ ხელოვნურად შექმნეს ეს კრიზისი დასავლეთთან იმისთვის, რომ ჩვენ აი ეს ევროკავშირის მიერ მონიჭებული პერსპექტივა და შემდგომ კანდიდატის სტატუსი შემდეგ ეტაპზე არასდროს აღარ გადასრულიყო. ქალტონინო, რაც შეეხება უშუალოდ ვიზა ლიბერალიზაციას, ამ საკითხზეც მინდა ჩაგკითხოთ მით უფრო, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა აღელვებდეს და ანერვიულებდეს წესით, ხო, ის რისკები, რომლის წინაშეც ახლა ვდგევართ. ახლა ვიცით, რომ ევროკომისია ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებით ერთგვარად იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ არ შესრულდება ის 8 მოთხოვნა, რომლის შესრულებისთვისაც ქართულ ოცნებას აგვისტოს ბოლომდე განესაზღვრავა და მეორე მხრივ ვიცით ქართული ოცნების პასუხი, რომელიც არაპირებს ამ რეკომენდაციების შესრულებას და მეტიც ბრიუსელს ამ შემთხვევაშიც შანტაჟი ადანაშაულებს და ამბობს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების დაშანტაჟებისთვის გამოიყენება. რამდენად აქვს ევროკავშირს უფლება მოსთხოვოს უენეროს სახელმწიფოს აი გადადგას ის ნაბიჯები, რასაც ჩვენგან ითხოვენ. ხო, პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ ალბათ მთელი კონტექსტის ფორმულირება განსხვავებულად უნდა მოვახდინოთ. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ვიმერამე პირობებს გვიყენებს, ანუ არ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ევროკავშირი ჩვენს წინა ამდენ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებას როგორც რაღაც იძულების თუ შანტაჟის ფორმად იყენებს. არამედ ის ამბობს, რომ ვიზა ლიბერალიზაცია, რომელიც საქართველოს მიენიჭა, იყო დიდი ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების პროცესის ნაწილი. ანუ ეს იყო ერთ-ერთი ინსტრუმენტი სხვა ინსტრუმენტებთან ერთად, რომელიც შესაძლებლობას აძლევდა ქართულ ხალხს, რომ სხვადასხვა სექტორის სფერო თუ ინდუსტრია თუ ინდივიდუალური ურთიერთობები იქნებოდა ჰარმონიზაციის პროცესი მოეხდინა. ამაში ევროკავშირი თავის რესურსს დებდა და გვაძლევდა შესაძლებლობას, რომ უვიზო მიმოსვლით
ქართველებს, ვინაიდან მათ ევროკავშირმა ამით უთხრა, რომ ჩვენ ვართ ყველა ერთნაირი, თქვენ არ განსხვავდებით ჩვენგან და ჩვენ არ განსხვავდებით თქვენგან. ჩვენ გვაქვს საერთო საფუძველი და გვაქვს შესაძლებლობა, რომ გადავიდეთ ურთიერთობის შემდგომ ეტაპზე და ამის გამო ქართულ ხალხს მიენიჭა მიეცა უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა იმისთვის, რომ ეს ჰარმონიზაციის პროცესი უფრო ეფექტური ყოფილიყო. ეხლა ასოცირების პროცესი თუ აღარ მიმდინარეობს, ევროკავშირსაც და წევრი ქვეყნების დედაქალაქებსაც ხელი შეკრული აქვთ, ხო? მათ არ აქვს შესაძლებლობა, რომ ასოცირების პროცესის გარეშე შეინარჩუნონ ის ინსტრუმენტები, რომელიც სწორედ ამ ასოცირებას ემსახურება. იმიტომ რომ ასოცირების პროცესი აღარ არსებობს. არათუ არ არსებობს, არამედ უკან მიწ. ანუ რისი თქმა მინდა, არასწორად არ უნდა იქნას გაგებული, რომ ისინი თქვათ აი რაღაცა პირობასავით აყენებენ, რომ ეხლა მე ამას გაგიუქმებ, შენ თუ ასე არ მოიქცევი. ის ამბობს, რომ იმისთვის, რომ ჩვენ ეს ურთიერთობა შევინარჩუნოთ, კონკრეტული საფუძველი უნდა არსებობდეს ამისთვის და ეს საფუძველი არის, რომ ჟურნალისტებს ქუჩაში სკამებით არ უნდა დასდევდნენ, ტყუებს არ უნდა ესროდნენ ადამიანებს, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტები არიან, რაღაც არ უნდა აჯარიმებდნენ მედიას იმისთვის, რომ იმან რაღაცა საგამოძიებო ჟურნალისტიკა ჩაატარა, მოსამართლე არ უნდა ასრულებდეს პოლიტიკურ დაგზარდას. ძალიან მინიმალურ სტანდარტს აყენებენ იმისთვის, რომ მათ შეძლონ უკვე არსებული ინსტრუმენტის შენარჩუნება. ანუ ეს რაღაც სადამსჯელო მექანიზმი კი არ არის, როგორც საპატრიარქოს განსაკუთრებულ ნებათაღელვას უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხი იწვევს. დღეს ერთხელ უკვე დავსვია ეს კითხვა და თქვენც მინდა გკითხეთ. აი მართლა შეიძლება ბევრს გაუჩნდეს კითხვა, რატომ ითხოვს ევროკომისია LGBT პირების უფლებების უფრო მაღალ დონეზე დაცვას, ვიდრე ეს საქართველოშია, იმ ფონზე, როდესაც მე-11 მოწვევის პარლამენტმა გაცილებით უფრო მკაცრი შინაარსის და სულისკვეთების კანონები მიიღო. აი რატომ გამოყო აღნიშნული საკითხი და რატომ გამოაცხადა უმცირესობებთან დაკავშირებული თემა ერთ-ერთ პრიორიტეტად? პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის მათი გადმოსახედიდან ძალიან კონკრეტული რუსული პროპაგანდისტული საკითხი, რომელსაც ქართული ოცნება ხელოვნურად აღვივებს. ესეც არის საკითხი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის არ ვიცი, პრობლემებში თუ თავის ტკივილში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელო საკითხია, რომელიც დღეს ქართულ ადამიანს ადარდებს, იქნება ეს ქალაქში თუ იქნება ეს გლეხის პერსპექტივიდან დანახული. ევროკავშირისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებებს. ეს არის დემოკრატიის საბაზისო ფუნდამენტური მოთხოვნა, რომელსაც ისინი ყველა სახელმწიფოს უყენებენ, ვისთანაც მათ ურთიერთობა უნდათ და იმ ქვეყანას თუ უნდა ასევე ვთქვათ ევროკავშირთან რაიმე ფორმის ურთიერთობის შენარჩუნება, ყველაზე დაბალი მინიმალური სტანდარტი არის ადამიანის უფლებების პატივისცემა, განურჩევლად იმისგან მიეკუთვნებიან ისინი რელიგიურ თუ სექსუალურ უმცირესობებს თუ არ განეკუთვნებიან. ანუ აქ ამოსავალი წერტილი არის, რომ ფუნდამენტური დემოკრატიული პირობები უნდა იქნას უზრუნველყოფილი და დაკმაყოფილებული იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა და ევროპელმა ხალხმა თანაცხოვრება შეძლოს ერთიანი ეკონომიკური ბლოკის ფარგლებში. არ შეიძლება ხო ვერ მოხდება რაღაც ვერ შეიქმნება რაღაც საერთო ეკონომიკური ბლოკი აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული ერებს შორის, რომლებსაც რა მინიმალური საბაზისო ერთობა არ აქვს. ქავტონინო, კრიტიკა მოხვა ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას. საპატრიარქოს კი თავის მხრივ შალვა პაპუაშვილი გამოესარჩლა, რომელმაც ევროკავშირის ელჩს პაվել ჰერჩინსკის მოუწოდა გამიჯნოდა ეკლესიის კრიტიკას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეს ეკლესიაზე პირადად ჰერჩინსკის თავდასხმად იქნება აღქმულიო, თქვა შალვა პაპუაშვილმა. პერსონალურად შალვა პაპუაშვილზე და პერსონალურად პაվել ჰერჩინსკიზე მინდა ახლა ერთობლივად კითხოთ და რატომ ევროკავშირის ელჩი შეიძლება ითქვას, რომ ლამის ყოველდღიურად პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკის ობიექტი. აი როგორ ფიქრობთ, რატომ ამოიჩემა შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩი და მეორე მხრივ რამდენად სამართლიანად ამოიჩემა? ამაზეც პირდაპირ გეტყვით, პაპუაშვილი ვერავისფერ ამოიჩემებს სამართლიანად. და პაპუაშვილი არავინ არ არის, რომ მან დამოუკიდებლად რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს. იმიტომ რომ ის არის ევროკავშირის ელჩი, იმიტომ რომ მათ დასავლური და განსაკუთრებით ევროპული ქვეყნების, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლების მიმართ ძალიან გამიზნული პოლიტიკა ჩამოაყალიბეს, რომლითაც ისინი აგრესიული თავდასხმებით გამოირჩევიან და ამაზეც გეტყვით, საქართველოში არ ვიცი რამდენს აქვს შესაძლებლობა რომ ამ ინფორმაციას თვალი ადევნოს, მაგრამ ამაზეც გეტყვით, რომ აბსოლუტურად იდენტური სქემით განხორციელდა მოსკოვში, როდესაც მოსკოვში დაიწყო აი ამ ქართული რუსული კანონების თავდაპირველი აღსრულება.
კონკრეტულ ეტაპზე სამოქმედო გეგმის კრემლმა რაც გააკეთა, დაიწყო დიპლომატებზე თავდასხმა და მათი განდევნა, მისიების განდევნა ქვეყნიდან. ეს არის ძალიან მიზანმიმართული პოლიტიკა. ეს არ არის პაპუაშვილს არ დაესიზმრა, რომ მოდიმე ახლა ჰერჯინსკის დავესხმები თავს. ეს არის ძალიან კონკრეტული პოლიტიკის ნაწილი. ხანდახან ეს არის ამერიკის ელჩის სამიზნე, ხანდახან ეს არის ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები და ახლა არის ევროკავშირისაც, მათ შორის მისი წინამორბედიც იყო ხოლმე. შალო პაპუაშვილი მაშინ მგონი სულ არ იყო, ისიც იყო იდენტური თავდასხმების მსხვერპლი. არა იმიტომ, რომ მათ მიმართ პერსონალურად რამე ანტიპათია არსებობს, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ქართული ოცნების ძალიან კონკრეტული რუსული პოლიტიკა, რომელსაც ისინი მისიების მიმართ ახორციელებენ და ჩემი ღმერთმენით ეს არის ძალიან კონკრეტული გზავნილი, რომ ისინი დიპლომატიურ მისიებს მიადგებიან იმისთვის, რომ ისინი ნელ-ნელა ქვეყნიდან განადგურდნენ. ეს სხვათა შორის შალო პაპუაშვილის განცხადება აღარ მოგვისმენია პაվել ჰერჩინსკისთან მიმართებაში, მაგრამ მოვისმინეთ კახა კალაძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ მისი გადასაწყვეტი რომ იყოს ევროკავშირის ელჩს საქართველოსთან საერთოდ ორკესტრირებული ეს განცხადება როგორ შეიძლება შეფასდეს და დაპირისპირებს այս კონფრონტაციის რა ხარისხს აჩვენებს. ეს არ არის კონფრონტაცია და ქართულ ოცნებას შორის ის, რასაც ვისმენთ და ხომ არ ჩანს, რომ ეს უკვე დაპირისპირების ის ხარისხია, საიდანაც ურთიერთობების დალაგება შეიძლება იყოს შეუძლებელი. კი, ნამდვილად ის ეტაპია, იმიტომ რომ ეს არ არის კონფრონტაცია. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელსაც ქართული ოცნება ახორციელებს. ეს არ არის რაღაც ცალკეულ სახელმწიფო მოხელეებს შორის კინკლაობა და სუბიექტური გაბრაზება. ეს არის ორკესტრირებული პოლიტიკა, რომელსაც ცალკეული ქართული ოცნების ცალკეული წარმომადგენლები პერიოდულად აჟღერებენ. და ეს გზავნილები მიემართება არა კონკრეტული ელჩის მიმართ, კონკრეტული ელჩი დამოუკიდებლად საქართველოში არაფერს არ წარმოადგენს. ის არ არის ინდივიდი, რომელიც აქ თავის სუბიექტური მანდატით გადაადგილდება. მას აქვს კონკრეტული მანდატი და მას რაც მიემართება, იგულისხმება, რომ ეს არის იმ ქვეყნების გაერთიანება, ვისაც ის საქართველოში წარმოადგენს. შესაბამისად, ეს არის პოლიტიკა დასავლეთის მისამართით, რომლითაც ისინი ძალიან ორკესტრირებულად ეუბნებიან ივანიშვილის გზავნილს, რომ დასავლეთის ადგილი საქართველოში არ არის, რომ ჩვენ დასავლეთთან დავასრულეთ ურთიერთობები, გულისხმობ დავასრულეთ ურთიერთობები, ვიდრე თქვენ არ დაექვემდებარებით ჩვენს პირობებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ურთიერთობების გამწვავება ინიცირებულია ქართული ოცნების და ივანიშვილის მიერ. მას ის აყენებს პირობებს, რომ მე მომეცით ჩემი ფული, მე შემინარჩუნეთ ჩემი ძალაუფლება, იმ ფორმით, რა ფორმითაც მე ესმინდა საქართველოში და ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ურთიერთობები, მაგრამ მე ვიქნები გადამწყვეტი საქართველოს ბედი როგორ წარიმართება. ცხადია, რომ ამაზე ამ ფორმით იქით ამ მხრიდან არავინ არ დათანხმდება. ამიტომ ეს არის შანტაჟის ენა, ოღონდ პირიქით. ივანიშვილი აშანტაჟებს დასავლეთს ამ ფორმით, როდესაც ეუბნება, რომ მე აქედან გაგაძევებ, შენ თუ ჩემი ძალაუფლებას ლეგიტიმაციას არ მიანიჭებ. კარგი, ქავტონინო, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზეც მინდა ვისაუბროთ. ქართული ოცნების რიტორიკა, მესიჯ ბოქსი აქაც იგივე. ირაკლი ყობახიძე და სხვები ამტკიცებენ, რომ deep state-ი განაგებს ამერიკაშიც პოლიტიკურ ცხოვრებას. რასაც სხვათა შორის მათივე შეფასებით ტრამპის ადმინისტრაცია ჯერჯერობით ვერ უწევს წინააღმდეგობას. რას შეიძლება ამ ყველაფერზე ფიქრობდნენ უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში და აქვე უკვე მეექვსე თვეა ხო, რაც ამერიკაში ხელისუფლება შეიცვალა, კვლავ შეჩერებულია სტრატეგიული პარტნიორობა, კვლავ ძალაშია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით, მათ შორის სანქცირებულთა შორის არის პერსონალურად ბიძინა ივანიშვილი, თუმცა ამ დრომდე არ ვიცით, მოკლედ ტრამპის ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ. რატომ, როგორ ფიქრობთ, რატომ იგვიანებს ეს პასუხი? ეს ამ პოზიციის, ასე ვთქვათ, ღიად დაფიქსირება. ვაშინგტონიდან გულისხმობ ადმინისტრაციის მხრიდან? ხო, ну, პირველ რიგში კიდევ ერთხელ საუბრობენ რაღაც თუთიყუშებივით იმეორებენ ამ deep state-ს, მაგრამ საქმეზე რომ იდგება და ვინმე იქით ჩაეკითხება, რომ ვინ არის ეს deep state-ი ან ვინ წარმოადგენს ამ deep state-ს, ამაზე პასუხია, რომ არ ვიცით, არ გვინახავს, ჩვენ არ ვიცნობთ და საერთოდ არ ვიცით, რაზე ვლაპარაკობთ. ანუ ეს უკვე ცხადყოფს იმას, რომ მათ ეს გზავნილი ვიღაცა მზა მიაწოდა, თვითონ რაღაცებს იმეორებენ, მაგრამ წარმოდგენა არა აქვთ, რას იმეორებენ. ხო, ვაშინგტონში რასაკვირველია, ამ რაღაც სრულად არასერიოზულ ენას არავინ არ წამოეგება. ვაშინგტონიდან ძალიან კაფიო გზავნილები იყო, რომელიც ჯერ კიდევ თავდაპირველად თუ არ ვცდები, მაკაბოჭორიშვილს შეეთვალა. ამის შემდგომ სხვა ტიპის კომუნიკაცია არ შემდგარა, მაგრამ ძალიან დახურულ კარს მიიღო, ხო, აი რატომ არა საჯაროდ?
იმიტომ რომ საჯარო ურთიერთობები არ არსებობს ამერიკის შეერთებულ ვაშინგტონსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დღეის მდგომარეობით არ არსებობს. დღეის მდგომარეობით ელჩიც კი აღარ ყავს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოში. ანუ დიპლომატიური ურთიერთობები როგორც ასეთი არის უბრალოდ ფორმალური ქაღალდზე არსებული ურთიერთობები, რომელიც პრაქტიკაში არ ვლინდება, ანუ კომუნიკაცია ივანიშვილსა და ვაშინგტონის შორის არ მიმდინარეობს, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში და უკვე მერამდენე თვეა ტრამპის ადმინისტრაცია ძალაუფლებაშია. საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების თავარმა საყრდენმა რეგიონში და სტრატეგიულმა პარტნიორმა ვერ მოახერხა, რომ ვაშინგტონთან თუნდაც რაიმე ტიპის დიალოგის ფორმატი შეექმნა, იმიტომ რომ ვაშინგტონი ამაზე უარს ამბობს. უარს ამბობს იმიტომ რომ არ აღიარებს ივანიშვილის ლეგიტიმაციას ეს ერთი და იმიტომ რომ არ ცნობს რეჟიმის პოლიტიკას, რომელსაც ისინი აწარმოებენ დასავლეთთან მიმართებით და რაც მთავარია რუსეთთან და ჩინეთთან მიმართებით. იმიტომ რომ რასაკვირველია ვაშინგტონი საქართველოს არ უყურებს განყენებულად, ის უყურებს საქართველოს გეოპოლიტიკურ ჭრილში. გეოპოლიტიკურ ჭრილში საქართველოს ახლა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში არის მათთვის პრობლემა და უსაფრთხოების დიდი გამოწვევა. იმის გათვალისწინებით, რომ დერეფანი არის უკონტროლო, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში კრიმინოგენული ვითარება მძიმდება და საერთაშორისო დანაშაულზე, ორგანიზებულ დანაშაულზე საუბარი საქართველოში, რომელიც მოიაზრება, რომ ივანიშვილი მფარველობს, საუბარია იმაზე, რომ ივანიშვილი მფარველობს რუსულ გავლენებს საქართველოში და პოლიტიკის გამსაზღვრელი არის სწორედ კრემლი, რომელიც არის დეკლარირებული მტერი დღეს ერთიანი დასავლეთის. და ასევე საუბარია იმაზე, რომ ჩინური გავლენები იზრდება საქართველოში, რომელიც ასევე დეკლარირებული უსაფრთხოების გამოწვევაა ამერიკის შეერთებული შტატების. შეუძლებელია აქ რამე დიალოგი არსებობდეს, შეუძლებელია აქ რაიმე ტიპის ურთიერთობა წარიმართოს, რომელიც ივანიშვილისთვის რამე ფორმით ხელსაყრელი. მეგობარ აქცეც მინდა ერთი კითხვა დავსვამით, უფრო რომ მედიაში წამოვიდა ინფორმაციები, თითქოს რამდენიმე სენატორი თავს იკავებს ამ კანონპროექტის მხარდაჭერისგან. რამდენად საყურადღებო უნდა იყოს ეს ინფორმაცია და ეს რამდენად შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მეგობარ აქ სენატში შესაძლოა ასე ვთქვათ ბოლომდე გასვლა გაუჭირდეს. ბოლომდე გასვლა გაუჭირდეს ამ კანონპროექტს, ანუ მხარდაჭერის თვალსაზრისით მოკლედ შეიქმნას პრობლემა. არ ვიცით, ეს რთული სათქმელია, იმიტომ რომ ცალკეული საკანონმდებლო აქტების თუ ცალკეული წინადადებების განხილვას ბევრი წინაპირობა აქვს და ეს არის ხანგრძლივი პროცესი, ეს არ არის ყაველაშვილის პარლამენტი, რომელიც კონვეიერებით ვწვეთ უცნების პარლამენტი, რომელსაც მე დაქირავებული პრეზიდენტი უბრალოდ ხელს აწერს და რას აწერს რომ არ იცის. ეს არის პროცესი, რომელიც ექვემდებარება მსჯელობას, რომელიც ითვალისწინებს გავლენიანი სენატორების პოზიციას და რაც მთავარია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას საქართველოსთან მიმართებით. რაც დანამდვილებით ვიცით არის ის, რომ ამ კანონპროექტს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა, რომელიც ინიცირებულია სწორედ ორპარტიული მხარდაჭერით და ვიცით ის, რომ ვაშინგტონის პოზიცია საქართველოსთან მიმართებით არის ურყევი. ასევე ვიცით, რომ საქართველოსთან მიმართებით მათი პოზიცია გაყოფილია ხალხის და ქვეყნის თვალსაზრისით და ივანიშვილის რეჟიმის თვალსაზრისით. არაპირებს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას, თუმცა რამდენად შეიძლება კონკრეტულ დათმობაზე წავიდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მაგალითად, დღეს გახდა ცნობილი, რომ აქციაზე დაკავებულ ერთ-ერთ მომიტინგეს საბას ხვიტარიძეს ბრალი შეუმსუბუქდება, ამან გააჩინა კითხვა, ხომ არ შეიძლება ქართული ოცნება წავიდეს აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებაზე, სანაცვლოდ კი მოითხოვეს, აი მაგალითად, სენატში არ კონდეს მსვლელობა მეგობარ აქც, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით ეხება ქართულ ოცნებას. რასაკვირველია, არავის ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ ივანიშვილს პოლიტპატიმრები იმიტომ ყავს, რომ ისინი ყავს მძევლად და იმიტომ რომ ისინი ყავს ვაჭრობისთვის გადანახული. ბუნებრივია, რომ პოლიტპატიმრები არც ერთი პოლიტპატიმარი საპატიმროში არ იმყოფება, იმიტომ რომ ისინი ან ქართული საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ, ან რომელიმე იქიდან კრიმინალია. ისინი არიან, ეს არის შესაძლოა ივაჭროს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. პოლიტიკური პატიმრები ყავს სავაჭროდ ივანიშვილს, განსაკუთრებით აქტივისტებს რაც შეეხება, ისინი ყავს სავაჭროდ, ამიტომ კი შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ ის შესაძლოა უკვე იწყებს სავაჭროდ კონკრეტული პირების გამოყენებას. მაგრამ ვიცით, სად გადის ივანიშვილის წითელი ხაზები, ხო? იმისთვის ყავს სავაჭროდ ეს ადამიანები გამოკეტილი საპატიმროში,
რომ მან საბოლოო ჯამში თავისი ძალაუფლება გაიმყაროს იმ პირობებით, რა პირობებსაც თვითონ აყენებს და ის თანხები მიიღოს, რომელსაც ის მიიჩნევს, რომ სანქციების პროცესში მას გაუყინეს და არაძლევენ. ანუ მას აქვს კონკრეტული სუბიექტური ინტერესი, რისთვისაც ის სახელმწიფო ბერკეტებს იყენებს და მათ შორის ადამიანებით ვაჭრობს. მაგრამ ვინაიდან მისი წითელი ხაზები ვიცით, რომ არის სწორედ ძალაუფლების უპირობო შენარჩუნება იმ ფორმით, რა ფორმითაც ის თავაზობს დასავლეთს, ძნელად წარმოსადგენია, რომ ამ ვაჭრობას რაიმე შედეგი ჰქონდეს. რადგან ამერიკასთან ურთიერთობების საკითხზე ვსაუბრობთ, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ უშუალოდ ჯო უილსონზეც, რომელიც მეგობარი აქტის ერთ-ერთი ავტორია და შეიძლება ითქვას ყველაზე აქტიური ამერიკელი საქართველოს საკითხზე. ისევ შალვა პაპუაშვილი უნდა ვახსენო, გაირკვა რა ღირს ქართველი ხალხის სიყვარული ჯო უილსონი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიიდან შემოწირულობებს იღებდა ასეთ ინფორმაციას ავრცელებს პარლამენტის თავმჯდომარე. ვინ არის ჯო უილსონი და რატომ აქტიურობს ქართული ოცნების წინააღმდეგ ყველაზე მეტად და რამდენად შეიძლება მიზეზი იყოს ის შემოწირულობები და არ ვიცი ფინანსები, რის შესახებაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ავრცელებს. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იმით, რომ არაფერი, რასაც შალვა პაპუაშვილი ამბობს, არასდროს არაფერი მართალი არ ყოფილა. ამიტომ შეგვიძლია თავამად ვივარაუდოთ, რომ არც გადამოწმებულ ინფორმაციას ავრცელებს და არც არაფერს არ იტყვის, რაც შეიძლება ამ ქვეყნისთვის სასიკეთო იყოს. მე არ ვიცნობ ჯო უილსონს. მე ვადევნებ თვალს მის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით. მის მიმართ რეპუტაციული კითხვები ამერიკის შეერთებული შტატების შიგნით ძირძველი დემოკრატიის სახელმწიფოში არ შექმნილა. ის არის ძალიან პატივცემული წარმომადგენელი თავისი ხალხის, რომელიც არანაირ საეჭვო გარიგებებში არავისთან შემჩნეული არ არის. მას საქართველოს აინტერესებს, იმიტომ რომ მას აქვს სახელმწიფოებრივი პოზიციები საქართველოსთან მიმართებით, რეგიონთან მიმართებით, შავი ზღვის და კასპიის რეგიონებთან მიმართებით და კონკრეტულად კავკასიის რეგიონში, სახელმწიფო ვაშინგტონს აქვს ძალიან მკაფიო გეოპოლიტიკური ინტერესები იმისთვის, რომ ამ რეგიონში იყოს სტაბილურობა და ეს რეგიონი საფრთხეს არ უქმნიდეს დასავლეთს და დასავლურ უსაფრთხოებას. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ ის არის დაინტერესებული საქართველოში მიმდინარე პროცესებით, ყველას თავის პორტფელი აქვს, ყველას თავის ინტერესის სფერო აქვს, საგარეო პოლიტიკური ამ რეგიონთან მიმართებით ჯო უილსონი არის, რომელიც ძალიან მკაფიო რიტორიკით გამოირჩევა და ძალიან სწორად პოზიციონირებს. კი ბატონო, ჩვენ რამდენიმე წუთი დაგვრჩა და მინდა რომ ბოლოს გავცდეთ საქართველოს და მიუხედავად იმისა, რომ სოფლიო პერიპეტიების გაშლას, ასე ვთქვათ, პროცესების გაშლას ვეღარ ვასწრებთ, ერთი კითხვა მაინც დაგისვათ იმაზე, რაც ხდება უკრაინაში და რაც იქცევს მათ შორის ევროკავშირის ყურადღებას, გულისხმობ უკრაინის პრეზიდენტის მიერ ახლახან ხელმოწერილ კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას ზღუდავს. ევროკავშირის შეშფოთება ახლავს აი იმ კანონ პროექტს, რომელიც ახლა ვახსენე. აი რა ხდება, როგორ ფიქრობთ, რატომ ჩათვალა თქვენი აზრით ზელენსკიმ და უკრაინის ხელისუფლებამ, რომ ისეთი ნაბიჯების გადადგმა იყო საჭირო, რომელიც ევროკავშირის სტანდარტების დარღვევად და ამ სტანდარტებიდან გადახვევად შეფასდებოდა. მე არ ვიცი ასე შეფასდა თუ არა, რამდენიმე შეფასება ვნახე, სადაც პირიქით ევროკავშირი გარკვეულწილად მიესალმა, იმიტომ რომ ეს კორუფციასთან ბრძოლის პრევენციულ მექანიზმად ჩაითვალა, სიღრმისეულად ამ კანონმდებლობას არ ვიცნობ, თუმცა ასეთ ძალსახელმოყოფით შეფასებებს არა და გუშინ მოვისმენთ, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია და შეახსენებს უკრაინას, რომ ეს ინსტიტუტები კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის რეფორმების წესრიგისთვის და დამოუკიდებლად უნდა მოქმედებდნენ. აქ საუბარია იმაზე, რომ არ შეიზღუდოს ამ ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ხარისხი. ხო, ასეთ დეტალებში მე ვერ გეტყვით რა განმარტებითი ბარათი ახლავს თან, უკრაინაში თავისთავად ან დასავლეთის გადმოსახედიდან უკრაინაში კორუფცია ყოველთვის იყო ძალიან მაღალ დონეზე, ამიტომ კორუფციის პრევენცია მათ შორის ომის პირობებში დასავლეთისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც სამხედრო მიმოქცევის ფარგლებში, ისე ომის შემდგომი ინსტიტუციონალური აღდგენის პირობებში. ამიტომ არ ვიცი, ვერ გეტყვით ამაზე ჩამოყალიბებულ პოზიციას, იმიტომ რომ არ ვიცი თვითონ ზელენსკიმ რით ახსნა ამ კანონ პროექტის საჭიროება თუ ამ გადაწყვეტილების საჭიროება. კი ბატონო, მადლობა ქავტონინო, იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს, დაგემშვიდობებით. ნინო კალანდაძე იყო დღეისთვის ჩვენი ბოლო სტუმარი, თავისუფალი სტუდია ამით ასრულებს მუშაობას, ერთმანეთს უკვე ხვალ დილით 11-ზე დღის ნიუსრუმში შევხვდებით. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.